იმ სცენარით შეიძლება წავიდეს ყველაფერი, როცა რაღაც ნაწილი მიიღებს მონაწილეობას, ნაწილი არ მიიღებს და იქნება ყველაზე ცუდი სცენარი. როცა არის დიქტატურა, იქ შეიძლება მარტო დისიდენტობა იყოს დარჩენილი. პრინციპულად არასწორი აზრია, რომ არჩევნებში მონაწილეობა რაიმეთი იმოქმედებს დასავლეთის პოზიციაზე სანქციებთან დაკავშირებით. ხალხი, რომელიც აძაგებს ევროპას, ამერიკას და დასავლეთს და ასე შემდეგ, რეალურად ყველაზე მეტად სარგებლობს დასავლური სიკეთეებით. პრინციპში ოპოზიციას რეალური შანსი ექნებოდა თუ ერთიანი კანდიდატი ეყოლებოდა. შეუძლებელია თბილისის მოგებაც, ბათუმის და საერთოდ რამის მოგება, იმიტომ რომ ეს რეჟიმი იკადრებს ყველაფერს. ბოლო მომენტში გაგვექცა საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი თქვა, რომ აღარ მინდა. სოზარ სუბარბა და რა ვიცი და უკვე მაშინ აკეთებდა ასე გახარიას და ლელოს რა მოძრავებთ. ჩემთვის არის სრულიად გაუგებრია. ყველა მარცხი, რაც კი მოხსულია ხელისუფლებას არჩევნებში, იყო მოულოდნელი ხელისუფლებისთვის. ბოიკოტის კამპანია, ხალხში სიარული არ წახვიდეთ არჩევნებზე. მე ვჭიმაქ, რომ გარდა გახარიას და ლელოს კიდე რამდენიმე პარტია შეიძლება იყოს იქ მონაწილე, სხვებიც. პოლიტპატიმრები პირდაპირ თქვეს, ჩვენი ამბით ნარი ვაჭროთ. თუ ისინი ციხეში დატოვეს და იმავე ბრალდებაზე ჯაფარიძე და ხაზარაძე არ ჩასვეს. ეს რისი მანიშნებელი იქნება? ქართული ოცნების სასარგებლოდ უნდა ვთქვა, რომ ეგენი ყოველთვის მოიგონებენ ხოლმე რაღაც სისულელს, რაც მათ დააზარალებს. გამარჯობა, ეთერშია გადაცემა პოლიტიკური კოდი YouTube პლატფორმაზე მისმინე, გამოიწერეთ ჩვენი არხი YouTube-ზე, გამოგყვებით სოციალებში, Facebook-ზე, TikTok-ზე, Instagram-ზე. დღეს ვისაუბრებთ ადგილობრივი თვითმმართველობის თემაზე. დღეს ჩვენი სტუმრები იქნებიან ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და პოლიტიკის ანალიტიკოსი ბატონი დავით ზურაბიშვილი. მოგესალმებით ბატონებო, მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით. კაი. გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე. ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, დებატები გამოიწვია, მოდი ასე ვთქვათ, აქეთა მხარეს, ხო? იქეთა მხარე გასაგებია, ვისაც გულისხმობ ქართულ ოცნებას, გამოაცხადეს თვითმმართველობის არჩევნები და მოდი ასე ვთქვათ, აქედან მიზანმიმართულად მიდიან მთელი ეს ხანია, რა. აქეთა მხარეს პრინციპში რა მე არ მქონდა შეგრძნება რომ ოპოზიციური პარტიები მიიღებდნენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ უეცრად ესე ვთქვათ დღის წესით ჰოიც აუცხრებაო, ხო. დაისვა ეს საკითხი რომ აი მოდი ვისაუბროთ, რატომაც არა. ხო, მოდი ვილაპარაკოთ, თან ნახე ჩემს ერთ რაც მიუღებელია ხდება ამ მოდი ვისაუბროთზე იქ როგორი თემით სპეკულირება, რომ მოდი ემოციონალურად ნოვისაუბროთ ამაზე და არა ჯერ რატო ვარცხნით ერთმანეთს ემოციურობით, ბოლო ქართველები ვართ და ემოციურები ვართ, ემოციებში ცუდი ჩემნეთ არაფერია, მაგრამ აქ რატომაც მოგვიწევს, სწორედ რაციონალურად მინდა რომ ვისაუბროთ, აგენ ბატონ დათოსაც ჰქონდა Facebook სტატუსი არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით და აი მგონი იმ სცენარით შეიძლება წავიდეს ყველაფერი, როცა რაღაც ნაწილი მიიღებს მონაწილეობას, ნაწილი არ მიიღებს და იქნება ყველაზე ცუდი სცენარი. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე? თქვენ აი ბატონ დავითით დავიწყებ, მე მაგ ცოტა უფრო განსხვავებული აზრი თქვენ ახლა. კი, აშკარაა რომ აქ წინასწარ ვიტყვით რომ მე და მე რა მეტნაკლებად ერთადზე ვარ. ხო, მე საერთოდ ამოდივარ აი ამ ერთი შეხედულებიდან თავისთავად თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობის თემაში პლუსი და მინუსები ჩემთვის არის იმ კუთხით საინტერესო, რამდენად ეს ხელს შეუწყობს რეჟიმის დასუსტებას და ასე ვთქვათ ოპოზიციური განწყობების ამ საპროტესტო მოძრაობის გაფართოებას. აქ თეორიულადაც კი არის მხოლოდ სამი ვარიანტი. ანუ ან ყველა მონაწილეობს, ყველა როგორ ხა, ძირითადი ოპოზიციური ძალები, ხო ეს 4-ია ის გაერთიანება, რომელმაც რაღაც ყველაზე მეტი პროცენტი დააგროვა საპარლამენტო არჩევნებში. ხო ეს
4-ვე მონაწილეობს, მაგალითად აი ესენი რო ავიღოთ, ანუ ძირითადი ოპოზიციური ძირითადი ხო ვინც მონაწილეობენ. მეორე ვარიანტია რომ არ მონაწილეობენ და ბოიკოტში არიან ყველა ძირითადი მონაწილეები და მესამე რაც ახლა იკვეთება და მე ერთში გეთახმებით რომ ეს არ არის კარგი. ნამდვილად რომ ნუ ყველაზე ცუდი რამდენად არის ჩემთვის არ აქვს ამ 3-დან მე ვფიქრობ რომ ბოიკოტი კიდევ უფრო ცუდია. ასე მგონია. და შევეცდები თქვა რატო. კი განავს. ანუ ესე ცუდი ვარიანტია რომ ვიღაცა ღებულობს მონაწილეობას, ვიღაცა არ ღებულობს. ეხლა ჩემთვის პირველი ავიღოთ ბოიკოტის ვარიანტი, რომ აი დაუშვათ და წარმოვიდგინოთ ერთ წუთი არავინ არ მიიღო მონაწილეობა. ეს მე თავისთავად შეიძლება მისაღები ყოფილიყო ასეთი ვარიანტი, თუ ამას მოხდება გაგრძელება რაღაც. ანუ თუ ეს შემდგომში ხელისუფლებას აყენებს უფრო ცუდ მდგომარეობაში, ვიდრე მანამდე იყო, ან როგორც მინიმუმ რაღაცნაირად თუნდაც აი რო თქვა ეხლა ნუ სტატუსის ქვეშ შენარჩუნებაც არ არის კარგი, იმიტომ რომ ეს სტატუს კო არ შეიძლება, რაც დღეს არის იყოს მარადიული, ეს აუცილებლად ან უფრო ხელისუფლების ასე ვთქვათ, უფრო დისკრედიტაციისკენ და საერთაშორისო იზოლაციისკენ და ჩამოშლისკენ წავა. ამ პირიქით განიმტკიცეს პოზიციას. ეხლა შეუძლებელია იყოს მუდმივად მდგომარეობაში, რა მდგომარეობაში დღეს არის, ხო? აი მე მგონია რომ არ ვწდები ასევე რომ თუ არავინ არ მიიღეს მონაწილეობას და ამას არ მოყვება რაღაცა სერიოზული ძალისხმევა ოპოზიციიდან, რაღაცა სხვა დამატებითი ღონისძიებები თუ დამატებითი ქმედებები და ჯერჯერობით ასეთი არ ჩანს და რო ვფიქრობ თეორიულად რა შეიძლება ეგეც აი ამ ძალთა განლაგების პირობებში ნუ თითქმის არაფერი არ ჩანს ასეთ პერსპექტივაზე რომ ვთქვათ რაღაც სერიოზულად ან კაპიტულების ორგანიზება ან დაუმორჩილებლობის კამპანია წაიყვანონ სერიოზულად იმდენ ანუ გააფართოვონ ეს რადიკალური დაპირისპირება და მეტი და მეტი ხალხი ჩართონ ამის რესურსი მგონია რომ ნაკლებად არის ამ ქვეყანაში უფრო არის რაღაცა შედარებით მცირე ჯგუფის რაღაც თავგანწირულ ქმედებაზე რომელსაც მე ძალიან უფასებ და სულ არ მგონია რომ არჩევნები არის რაღაც ალტერნატივა აი იმ აქციისა რომელიც ახლა მაგალითად იგივე რუსთაველზე არის ხოლმე ყოველ საღამოს მაგრამ ეხლა ეს აქციები რომ საჭიროებს გაფართოებას და გაძლიერებას და მეტ ძალისხმევას ხელისუფლების წინააღმდეგ ესე ცხადია ამიტომ ნუ ბოიკოტის შედეგი შეიძლება იყოს რა ყველა თვითმმართველობას აკომპლექტებს ხელისუფლება ეს ცხადია ყველაფერს ამით ის უფრო იძლიერებს პოზიციას ეგრეთ წოდებულ საჯარო მოხელეებში ანუ თლიანად უფრო მეტად ხა იგივე მერიებში გამგეობებში ანუ სადაც პრინციპში თუ ვაპარაკობთ ხელისუფლების ჩამოშლაზე პირველ რიგში მაგრგოლებში უნდა დაიწყოს თუ არავინ არ იქნება და მხოლოდ ოპოზიციის გარეშე რჩება თლიანად უფრო მტკიცდება მე კი არ ვიზახი რომ ამით რაღაცა გაპრავდება ყველაფერი ან რაღაც არაფერი შეიძლება თავისთავად ის საპარლამენტო არჩევნები როგორი გაყალბებულიც იყო ისეთ გაყალბებულად ჩაითვლება მიუხედავად იმისა რომ თვითმმართველობას არ გააყალბებენ ეხლა და ჩვეულებრივად ჩაატარებენ არ დაჭირდებათ უბრალოდ აქ იქნება ჩემი აზრით ოპოზიციის სისუსტის გამოვლინება ანუ ოპოზიცია თავიდანვე ამბობს რომ მე არ მაქვს რესურსი და არ მაქვს იმის თავი რომ ხელისუფლებას დაუპირისპირდი ამ არჩევნებში და სერიოზული ზიანი მივაყენო ან თუნდაც ვანახოთ იგივე თქვა თბილისზე კონცენტრირებით ბათუმზე ანუ იმ ადგილებზე სადაც ოპოზიციის ხარდაჭერა ყველა გამოკითხვით და წინა არჩევნების სტანდარტითაც დიდია აი ამას მე ვერ ვახერხებ ამიტომ ნუ მირჩევნია საერთოდ გავემიჯნო და ნუ ბილდს არ შავებური ზავითა როგორც აი ამ პრინციპით უბრალოდ არ მინდა შედარ არაფერი ეს არის ჩემი აზრით სისუსტის გამოვლინება უფრო შეიძლება ითქვას გავიგოთ მორალურად რაღაც აი დისიდენტის პოზიცია ვიდრე პოლიტიკური ანუ თუ ხელისუფლების შეცვლა გინდა ამ პოზიციით ხელისუფლებას ვერ ასუსტებ დისკრედიტაცია ვფიქრობ ამ ხელისუფლების ეხლა ამით ბოიკოტით აბსოლუტურად შეუძლებელია ისევე როგორც იმიტომ რომ აგერ 50-60 ადამიანი ყავს დაპატიმრებული ახალგაზრდები უდანაშაულო ადამიანები რაღაც საოცარ კანონებს იღებენ რაღაც ახლა აგერ ადამიანები მოიტაცეს კონი საერთოდ და ბუდიშებს ახტევინებენ კიდე 8 წლის მერე ხო რაღაცა საოცრებს აკეთებ ეხლა თუ ეს არ კმარა დისკრედიტაციისთვის ეხლა არანაირ რადიკალური ქმედება ამას არ მოიტანს აქ მეორე მხარე რა არის ბატონ დავით რომ ანუ ჯერ გავიხილა მხოლოდ ამას აი ბოიკოტის რატოა ცუდი ბოიკოტი კი მაგრამ დაუჭეს მერე ვიტყვი კი ბატონო ხო თან ვისაუბროთ ხო პროცესში ანუ როსაუბროთ დისკრედიტაცია შეიძლება ხელისუფლებას დისკრედიტაცია არ ჭირდება მაგრამ
შენი მცდელობა რომ ამ ხელისუფლების სანქცირება მოახდინო, რაც საკმაოდ დისკომფორტს იწვევს მათთვის, ხო, სხვა ირიბი ინდიკატორები ჩდება, ხო? ანუ შენი მცდელობის დისკრედიტაცია ხდება, რომ ამ შენ, რავი, თუ შედიხარ არჩევნებში და არჩევნები არათუ შეცვლილი პირობებით არ არის, ან გაუმჯობესებული პირობები კი არა, გაუარესებული. არა, ყველა პირობა და ანუ არა, მაგრამ შენ მესმის. კი, არა, მოდი მაგაზე. როცა გადავა რეჟიმს რა მოსდის. და მე ახლა თქვენ რო თქვით, რომ მაგალითად აი საკრებულოში და მერიაში რომ ვიღაც ოპოზიციონერი იქნება დასაქმებული ეს ამ საერთოდ არა არაფერს არ ნიშნავს ეს მაგაზე არ ვამბობ პრობლემას მე ვთქვი რომ პრობლემას ხსნის მე ვთქვი რომ ერთ პირ მე არ ვლაპარაკობ ჯეჯირობით იმაზე ის რისკები რაც თქვენ ჩამოთვალეთ და ის მინუსები მონაწილეობის შემთხვევაში შესაძლოა დადგეს ახლა მაგაზე მე არ ვამატობ ჯეჯირობით ყოველ შემთხვევაში მაგაზე არ ვლაპარაკობ ბოიკოტის შემთხვევაში რა ხდება და ბოიკოტის შემთხვევაში ხელისუფლებამ უფრო მტკიცედ და უფრო ძლიერი გამოდის ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ყველაფერს აკონტროლებს. რაც შეეხება დასავლეთის დამოკიდებულებას, დასავლეთის დამოკიდებულებაში ის რომ დღესდღეობით ხელისუფლებას ლეგიტიმაციის პრობლემა უდგას და სანქციების საფრთხე აქვს, არა მარტო იმით არის გაპირობებული, რომ ეს არადემოკრატიულია, არჩევნები გაახალბა და რა თქმა უნდა ეს მნიშვნელოვანია და დასავლეთის პროდასავლურ კურსიდან გაემიჯნა პრაქტიკულად და გადასულია რაღაც ევრაზიულ, რაღაც რუსულ, ჩინურ, ირანულ რაღაც აი პოლიტიკურ სივრცეში, ხო? ეს ერთი მიზეზია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გეოპოლიტიკურ მდგომარეობას ჩვენი ქვეყნის ის რომ ეს სატრანზიტო ფუნქციები თქვათ იგივე აზერბაიჯან თურქეთის იქნება ეს თუ იგივე ჩინეთ ევროპის თუ იგივე აზერბაიჯან ევროპის თუ იგივე ცენტრალური აზია ევროპის ეს მნიშვნელოვანია აქ დასავლეთისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გარდა დემოკრატიისა ის რომ აქ იყოს ხელისუფლება რომელიც აკონტროლებს სიტუაციას ვიღაც სიტუაციას უნდა აკონტროლებს საერთოდ ხელში უჭირავს ყველაფერი თუ ოპოზიცია ამ შემთხვევაში ვერ აჩვენებს ძალას და ხელისუფლება ყველაფერს აკონტროლებს, ну არის სერიოზული საფრთხე, მე არ მიყვარს საერთოდ ასეთ თემებზე კატეგორიული მსჯელობები, მაგრამ არის სერიოზული საფრთხე იმისა, რომ ჩათვალონ იგივე დასავლეთშიც, რომ იცით რა, ხა ნუ გავიგეთ, რომ ეს ასე ცუდი ტიპია, ეს გადამგდებია, ასეთია, რუსეთში რუსი ოლიგარქია, ესეთი, მაგრამ რა ვქნათ ახლა ეს არის, მოდი შევეცადოთ იქნებ ამასთან რაღაცა პრაგმატულად დავიჭიროთ საქმე. ანუ შესაძლოა ეს ვარიანტი დადგეს, რაც პრინციპში უკვე იდგა, სხვადასხვა პირველი ფაზა რო იყო ეგ ახალბების საპროტესტო აქციები, რომ არ გამოსულიყო კობახიძე და რომ არ ეთქვა ის თავის რაღაც ისტორიული სიტყვა რომ ინტეგრაციას ვაჩერებთო და რო არ ამტყდარიყო ამ ხელა ამბავი და ასეთი პროტესტი. ну ახლა არავინ არ იცის, შეიძლება უკვე რაღაც ურთიერთობები გამოიყოფილიყო, იყო ამაზე უკვე ლაპარაკი. ხო, მაგრამ ეს არის ის, რასაც დასავლეთი თავისით გადაწყვეტს. დასავლეთი თავისით გადაწყვეტს, ვისთან იქნება ურთიერთობა. ხელს უფრო შეეწყობა თუ უფრო შეეწყობა. ეს დასავლეთიც ეგ ერთი დიდი შეცდომა, რაც საქართველოში ევროკავშირის კი არა ერთიანი, ახლა ვერ აიღებ ევროკავშირს და ევროკავშირი არის სლოვაკეთის და უნგრეთის და ერთიანი პოზიცია არ არის, ხო, მაგრამ ის მათი გადასაწყვეტია, შენ რო შენი მხრიდან უბრალოდ თანმიმდევრული არ ახარ და შედიხარ არჩევნებში ტიპთან, არა ჯერ არ შედივარ არსა, ჯერ ბოიკოტზე ვლაპარაკობ. ხო და არა გასაგებია თქვენ ამბობთ რომ თუ შედიხართ ამ არჩევნებში, ესე იგი ეს თავისთავად უკვე არის რაღაცა დასავლეთს ამით თითქოს ვაჩვენებთ რომ ჩვენ რაღაცა კომპრომისები ვდივარ და არა თანმიმდევრულია. კი ბატონო, ხო. ну აქ ხა რასაც დათოს ვეთანხმები ორი რამ არის რომ ორი ფრაზა უბრალოდ ფრაზაში ვეთანხმები რომ ბილიც არ შევეგვიზავითაო, ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა არის და მეორე დისიდენტობა რაც ახსენა როცა არის დიქტატურა და დიქტატურისკენ მიდის ხელისუფლება, იქ შეიძლება მარტო დისიდენტობა იყოს დარჩენილი და პოლიტიკური პროცესისთვის ადგილი არ რჩებოდეს. ჩვენ ახლა ამაზე თუ ვერ თანხმდებით, რომ ქვეყანაში 2023 წლის მერე, როცა პირველად შემოიტანა რუსული კანონი და ნუ მერე დროებით დაპაუზდა ეს პროცესი, როცა უკან გაიტანა და 2024-ის მერე, როცა ადგა და მეორეჯერ შემოიტანა, მიუხედავად იმისა, დაპირებული იყო ყველასთვის რომ აღარ შემოვიტანო და ანუ ძალით ისევ გაიტანა ეს კანონი და იმის მერე მიდის სულ უფრო ჭანჭიკების მოჭერისკენ, თუ იმას ვერ თანხმდებით, რომ ივანიშვილი აქ მიდის სრული დიქტატურის დამყარებისკენ, ეს არის მისი ამოცანა და გზა, სადაც დიახ, სწორედ შეიძლება დისიდენტობის სივრცე რჩებოდეს და მეტი აღარაფერი უკვე პოლიტიკოსისთვის, მაშინ ნუ გამოდის, რომ რეალობა სხვანაირად უყურებთ. მიხვდი? და რეალობა ჩემი აზრით ასეთი მძიმე არის დღეს.
იქიდან გამომდინარე, რასაც ივანიშვილი აკეთებს და ივანიშვილის ხელისუფლება რასაც აკეთებს. ის კი არა, აქ ჩვენ თუ ავაკვირდებით, თვითონ ხელისუფლებაშიც კი დაიწყო, ხელისუფლების შიგნითაც კი ხელისუფლების კონსოლიდირება დაიწყეს, ხო? ეს მოშორება სხვა ღარიბაშვილის ხალხის, იმის ხალხის. ანუ ივანიშვილი მიდის ისეთ გზაზე, რომ აქამდე თუ აკონტროლებდა ხელისუფლებას დაბალანსებით, ანუ იქ ვიღაც ერთი აქეთ ღარიბაშვილი ყავდა, აქეთ ლილუაშვილი ყავდა, იქეთ კობახიძე ყავდა, იქეთ ვიღაცა ყავდა, ახლა პირდაპირ ერთ ადამიანს აძლევს კობახიძეს ძალაუფლებას და ამ ერთ ადამიანს თვითონ გააკონტროლებს. ანუ ერთ ხელში მის ხელში ექცევა ერთი ადამიანის გავლით ხელს. ანუ ყველანაირად კონსოლიდაციისკენ მიდის ხელისუფლება, რომელიც ჩემი აზრით სწორედ ამისთვის ემზადება. აქ ფაქტობრივად ახლა დიქტატურა ხო 21 საუკუნეში ისე აღარ არის როგორც იყო მე-20 საუკუნეში თუნდაც ხო ხა მოდერნიზებული არის ყველაფერი და რაღაც ახლა 27-იანი წლები და კედელთან დახროვა მიყენება და დახრეტა შეიძლება არ მოხდეს ხო თუმცა 27 შეიძლება გავუშვას და 27 წლების რაღაც იმით რა ქვია პრინციპებით ხელს გაშავება ადამიანების ხო როგორც მას შეხდება უბრალოდ მაშინ რო გააშავებდნენ ხრეტდნენ ახლა რო გააშავებენ რაღაცა დაგიჭერენ ან რაღაცას იზამენ ეგ შეიძლება ეს განსხვავება იყოს ანუ დღევანდელი 21 საუკუნის დიქტატურები სწორედ ასე მუშაობს. ხო, ცოტა უფრო ერთ-ერთი მეგოჩილოკარია დარჩენილი, სადაც ძველი ტიპის დიქტატურა არის, სადაც ყველაფერი არის ტოტალური კონტროლის ქვეშ. დანარჩენი ხდება ასე, რომ აი ლეგვის ფოთლების ვარიანტში ტოვებ, ხო, პუტინიც კი რაღაც პერიოდი ასე ტოვებდა ლეგვის ფოთლების ვარიანტში. ხო, აი რაღაცა არ დოჟდი იყო, იქ რაღაცა ოპოზიცია იყო ცოტა, რაღაცა ხო, ნუ ომის მერე იმანაც კიდე უფრო მოუჭირა, ხო, YouTube იყო დარჩა, რაღაცა იყო დარჩა, ხო, მე YouTube-იც აგზავნა და მოკლედ ხო, ხვდებით, აი ასე მუშაობს. სააკაშვილზეც როცა ვლაპარაკობ მე ხოლმე ნაცებს ძალიან წყით ხოლმე რომ ისის დიქტატურისკენ მიდიოდა მეთქი რატო ხო ოპოზიცია იყო და ასე შემდეგ და ოპოზიცია იყო რუსეთშიც მაგრამ რა ხო ანუ ამის ახსნა მინდა მე რომ თანამედროვე 21 საუკუნეში როცა მიდიხარ დიქტატურისკენ მიდიხარ შენ ცოტა განსხვავებული მეთოდებით რაღაცებს ტოვებ აი ეს დეკორაციისთვის ეგრეთ წოდებული სისტემური ოპოზიცია რაც არის რუსეთში ამას ასე დეკორაციის ანუ სისტემური შეიძლება არ იყოს ნამდვილი ოპოზიცია იყოს მაგრამ იმდენად შენ გარემო გაქვს მონოპოლიზებული და ხელში ჩაგდებული შეუძლებელი ხა იმ გარემოს რაც სააკაშვილის დროს იყო გარღვევა იქნებოდა შეუძლებელი რომ არ გამოჩენილიყო მილიარდები. ანუ რომელსაც ჰქონდა უდიდესი ფინანსური რესურსი. და ნუ ქონდა პლუს კიდე ადამიანური კაპიტალი იქიდან გამომდინარე რომ რაღაც იყო არავინ არ იცოდა ვინ იყო მასზე მითები და რაღაცა ეს ორამ გაერთიანა და ეს რასაც კეტავდა მიშა გაარღვია ხო ხშირად ამობენ ნაცები რომ აი თუ დიქტატორი იყო როგორ დამნაცდა არჩევებითო და მე ხშირად მახსენდება გამსახურდიას მოსვლა ხელისუფლებაში ხა ვერ იტყვის რომ კომუნისტები დიქტატურას არ აშენებენ მაგრამ ისინიც არჩევნებით დამარცხან საქართველოში ანუ რაღაც მომენტში როცა ხდება გარდატეხა ხდება ეს გარდატეხა ისე რომ ხელისუფლება რაღაცის გამო ძალიან სუსტდება აქეთ ხარეს მოდის ლიდერი იქ რაღაც ამბები ხდება იქ მაგალითად 9 აპრილი მოხდა რომ ის მე ჩამოიშალა ჩამოიშალა კომუნისტები ეს სცენარი როცა ხელისუფლება სუსტდება და თავისი თვითონ ასადები არსად წასულა დაშლილი იყო კომუნისტი და ისე მოხდა ჩემი აზრით მაგალითად მიშას დროს ციხის კადრების გამოყენების მერე მიშა უკვე მანამდე ბიზნეს მოსვლა პოლიტიკაში ძალიან შეარყია, მაგრამ ციხის კადრების გამოქვეყნების მერე როგორც აი 9 აპრილის მერე ჩამოიშალა, ისე ჩამოიშალა მთელი ვერტიკალი. და იმ ორ კვირაში ვერაფერი ვეღარ მოასწრო, მიშა რო გადაეწყო. მოკლედ ეგ შორს დავუყავს, მაგრამ ეს მაგალითად რატომ ვიყვარ, იცი რომ ჩვენ როდესაც მივდივართ ამ გზით, ანუ დიქტატურაში მივდივართ, იქ ადგილი რჩება მარტო დისიდენტობისთვის და აღარ რჩება ჩვეულებრივი ნორმალური პოლიტიკისთვის და ვინც გვეუბნება დღეს რომ ეხა ჩვენ გავალთ არჩევნებზე და ამით რაღაც შედეგს მივიღებთ ეს ადამიანები ყველა ადამიანებს ატყუებენ იმიტომ არჩევნებზე გასვლას აქვს ასეთ სიტუაციაში აზრი მხოლოდ მაშინ ეს მაგალითად რატომ მოვიყვანე იცი გამსახურდია რომ არჩევნებით რომ წავიდაო გამსახურდია არჩევნებით რომ წავიდა აზრი ქონდა იმიტომ რომ უკვე ჩამოშლილი იყო ხელისუფლება 2012-წელს არჩევნებს აზრი ქონდა იმიტომ რომ უკვე ჩამოშლილი იყო სააკაშვილის ვერტიკალი აქ ამ ვითარებაშიც მე არათუ ადგილობრივი არჩევნებზე გასვლის მომხრე არ ვარ. ბიძინა ივანიშვილმა დღეს რომ დანიშნოს საპარლამენტო არჩევნებიც, რომ გამოვიდეს და თქვას, რომ ადგილობრივი არჩევნებთან ერთად ნიშნავს საპარლამენტო არჩევნებს. მე შორ იმასაც ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს. აი როგორც მარტის არჩევნებს გამოუცხადეს, ხო, ეროვნულ მოძრაობაში ბოიკოტი. აი ასე ამ არჩევნებსაც ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს, საპარლამენტო არჩევნებს დაინიშნოს, იმიტომ ამ სიტუაციაში არაფერი არ შეიცვლება. სანამ ხელისუფლება ვერტიკალი არ ჩამოიშლება არანაირ არჩევნებს აქ ქვეყანაში აზე არ აქვს, იმიტომ რომ არჩევნები რეალურად 2025 წლის არჩევნებზე ივანიშვილა ჩვენ გითხრა რომ არჩევნები არ გაუქმებული. ივანიშვილა ოპოზიციას ამაც ამბობდა, ხო, ახლა ამ არჩევნების მერე 2022 წლის არჩევნების მერე
გამოვიდა ოპოზიცია და თქვა რომ არჩევნები არის გაუქმებული ამ ქვეყანაში. და შენ თუ მეუბნები მე რომ არჩევნები არის გაუქმებული ამ ქვეყანაში, გაუქმებულ არჩევნებში სადღაც ბატონ დახასუნება რაღაც არა მე ის პონდე რომ წავიდეთ მაშინ სახლში რაღაც ვაკეთებთ ახლა ბიზნეს ხელშია თუ რასაც უნდა იმას გააკეთებს თუ უკვე ის დიქტატურა რო ჩtildeოეთ კორეა მოიპოვა უკან და საერთოდ არჩევნებს კი არა არაფერს აზრი არა მაშინ ამ ბოიკოტს რა აზრია განიმეორა მაგით ვამბობ რომ უნდა ვიბრძოლოთ კი არა წავიდეთ სახლში ვიბრძოლოთ ისე როგორც ებრძოდის კომუნისტურ რეჟიმს ანუ დისიდენტები ქუჩი და ასე შემდეგ სხვა გზა არ არსებობს რეჟიმის დროს არ ქუჩით არ ვინც არ ბრძოლია კომუნისტურ ვორა უკვე ეროვნულ მოძრაობას დროს ხო გავიყო ქუჩა ეროვნულ მოძრაობის დროს მეც ვიყავი ქუჩაში მაგრამ ეროვნულ მოძრაობის ეგ არის იგივე სიტუაცია მაშინ იყო დაშვებული უკვე ეს ქუჩაში გამოსდამის გამო არ დაუჭერი ვარ არავის და არ დაუჭერი ვარ არა შენ ამბობ რომ არაფერს აზრი არა არა არჩევნებს აზრი არა არჩევნებს კი არაფერს არა ქუჩი დამბრძოლას აქვს აზრი არა ვერ გავიგე დისიდენტობას აქვს აზრი არჩევნებს არა აქვს აზრი ამას უნდა მიმახიჯებ სიტყვას არა არ გიმახიჯებ კაცო დისიდენტობას ცოტა დისიდენტობის არსი უნდა გავარკვევ მე რაბი რასაც ამბობს ბევს აქვს ეგ შეგრძნება რომ არჩევნების პროცესი ამ ქვეყანაში მოჩა კაი კი ბატონო რა თქმა უნდა ჯერეთ ეს არის განწყობა ადამიანს მე მერებს გულწრფელობაში კი არ მეპარებეჭი მე ჯერა რომ მას ასე ჯერო მაგრამ ეს ფაქტი არ არის რომ ეს ასეა გინდა თუ არა რომ აზრია რა უნდა აი მოდი ეს შევატრიალოთ შეკითხვას რა უნდა მოხდეს იმისთვის რომ თქვა თქვენ აღიაროთ ანუ პირობითად რომ თქვა ეგეთ გამონათქვამი არსებობს რამდენი ზღვის რამდენი წყალი უნდა დალიო რომ მიხვდე რომ ზღვა მარილია არა არა დავანებოთ როდის თქვენ სულ გადადიხართ სულ გადავდივართ იმაზე რომ აი არჩევნებში რო შედიხარ მონაწილეობ ვილაპარაკებ მაშინ ამაზეც კი ბატონო არ ვერ დავამთავრეთ იმიტომ რომ კვლავ არავის არ აქვს ამის საწინააღმდეგო არგუმენტი რომ ბოიკოტის შემთხვევაში რას აღწევ მე რაბი ამბობს რომ ამით მორალურად სუფთად მაინც არა მაგაზე არ ვილაპარაკებ მაგაზე გადავარ მე თუ რომ აზრი რატო არ აქვს არჩევნებში უნდა ბატონო მოდიეთ მაგაზე გადავალო და გეტყვი და ესე თუ აზრი ბოიკოტ თუ შენ ამბობ რომ ბოიკოტ ესე იგი მონაწილეობის არ აქვს აზრი იმიტომ რომ ვერ მოიგებ ვერასდროს იმიტომ რომ რასაც უნდა ხელისუფლება იმას აკეთებს ქუჩიდან როგორ აკეთებ ამ ხელისუფლებას როგორც კომუნისტები გავაგდეთ ასლობა როგორც კომუნისტები რა გააგდე კომუნისტები იყვნენ მაშინ დასუსტებული ხო და ასე უნდა დავასუსტოთ ამას უნდა 9 აპრილის კრიზისი ხო და შენ 9 აპრილის შემდგომ კომუნისტებს ადარებ ახლანდელი ბიზინა არ ვადარებ მაგას ვამბობ არ არის და არ შეედრება მაგას ვამბობ არ შეედრება ამიტომ არ უნდა წავიდეთ არჩევნებში სანამ მაგ მდგომარეობამდე არ მივა იმას ხოც შეწყვება რომ არა მე მინდა დაუბრუნდე მაგ მდგომარეობამდე უნდა მივიდეს რეჟიმი როგორ უნდა მივიდეს აი მაგაზე ვილაპარაკო შეობაში უნდა დაუბრუნდე თორე ამას არ არის განწყობებია სულ და ეხლა ბატონო აი მე მინდა რომ არგუმენტირებულ მოშორებას დაუბრუნდეთ და არა რაღაც რეპლიკების გასხვა გამოცხოს რა ანუ პირობითად ბოიკოტი ხო ბოიკოტის პლუსებს მე რაში ვხედავ ერთი არის რომ პირობითად რატომ არ იყო მიუნხენში ჩემპიონთა ლიგის ფინალზე კალაძე ხო ფული ვერ იშოვა და ბილეთი ვერ გაჭირდა არჩევნების ბოიკოტი რა კავშირი მე სასანქციო წნეხთან არის ჩემი აზრით კავშირში რომ ეს ხალხი რომელიც აძაგებს ევროპას, ამერიკას და დასავლეთს და ასე შემდეგ, რეალურად ყველაზე მეტად სარგებლობს დასავლური სიკეთეებით. ხო, ახლა ახალი შინაგან საქმეთა მინისტრის შვილი რაღაც დასავლეთში სწავლობს ექსეტერის რომელიღაც უნივერსიტეტში და ასე შემდეგ რა. ხო და ანუ ყველაზე მეტად სარგებლობს დასავლეთის სიკეთეებით და ერთ-ერთი ზეწოლის ბერკეტი არის სანქციები. ხო? იმიტომ რომ სანქციებს აქვს ეგრეთ წოდებული სუსხავი ეფექტი, რომელიც სანქციები პრინციპში დასჯისკენ არასდროს არაა მიმართული. სანქციები მიმართული არის იმისკენ, რომ შენი ქცევა შეცვალო. ხო? ჩვენი ბოიკოტის შემთხვევაში ის მაინც გვეცოდება, შეიძლება ჩვენ ბოიკოტსაც კი არ მოყვეს სანქციები დასავლეთის მხრიდან და დასავლეთი ძალიან პირობითად ავიღოთ, იგივე შეერთებულმა შტატებმა, იგივე საფრანგეთმა თქვას, რომ ნუ მე აღარ ვხედავს საჭიროებას მეტ სანქციებში, რაც შემოვიღე საკმარისია და შევეგუები იმ სიტუაციას, რაც არის. ეს ბოიკოტის შემთხვევაში ეგრე შეიძლება მოხდეს, მაგრამ ის მაინც გვეცოდება ზუსტად, რომ ჩვენ სიტყვაზე ბოიკოტის განმახორციელებით და რაღაც ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ ამას უკვე დასავლეთის გამო არ ქონდა შედეგი. ეხლა ჩვენ გავჩერდები ჩუალედურად თან შალმიშელის გარეშე ჩერდები. ან შალმიშელი კიდე რაღაცნაირად ხო ჩხუბში რომ გამშველებელია და ორივე მხარეს რო აწყობს ეს გამშველებელი, იმიტომ რეალურად ჩხუბი არავის უნდა. ბოიკოტებაც სიტყვა. შუაში ვჩერდებით რა. დასავლეთით იტყვის რომ ნუ თქვენ ხო მიიღეთ ამაში მონაწილეობა, ანუ მინიმუმ რაღაც
ლეგიტიმაცია ფაქტობრივად განახორციელეთ და გავჩერდებით რაღაც ამ ხაზზე და საბოლოო ჯამში 2025-ის მე არა 2028 წლის სიტუაცია მაინც იგივე იქნება რომ ისევ მოგვიწევს ამ გაკეთება და უბრალოდ არაფერი აი ამ პროცესს ვიხანგრდებით მაგრამ რისთვის აი ეგ არის ჩემი შეხედულება აი ხა ხო მოდი მეც დავამატებ მაშინ და ერთად ვიპასუხოს ხო რა პლუსები არის ესე გამოვიდა რომ ბატონი დათო მაინც ოპონენტის რეჟიმში გამოდის იმიტომ რომ მე წინასწარ განწყობა ეგეთი მაქვს მაგრამ კი ბატონო მოკლედ ამ შემთხვევაში როცა საუბრობთ რა აზრი რატო უნდა იყოს ბოიკოტი მე შესავალეს ამიტომ გავაკეთე როგორი სიტუაცია არის ახლა ჩვენ თუ სიტუაციას აღვიქვამთ ასე რომ ჩვენ უკვე ვებრძვით 2024-ის მერე განსაკუთრებით ან რუსული კანონი როგორც კი ძალაში შევიდა იმ დღიდან მოყოლებული უკვე ვებრძვით დიქტატურას ჩვენ თუ ასე აღვიქვამთ მაშინ ბუნებრივია კითხვა ამ კონტექსტში ჩდება რომ ამზე თუ აღიქვამ შენ ამ პროცესში რას გაძლევს შენ არჩევნები და რას გაძლევს ბოიკოტი როცა შენ ამბობ იმას რომ ჩვენ მაინც გვეცოდინებაო ხო რაღაცა და ასე შემდეგ ეს ერთი ჩვენ რა გვეცოდინება ის კი არ არის მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია რა ეცოდინება ბიძინას ანუ ბიძინას ეცოდინება ის რომ ეს ხალხი ეგუება ჩემს დიქტატურას და მომყვება თამაში ამას დაინახავს ბიძინა მომყვება რასაც გადაუგდებ საკენკად იმ საკენკის აკენკვაში მომყვებია თუ ბიზნესს ეცოდინება რომ ამ ეს ხალხი მე არ მომყვება თამაში არ მომყვება საკენკს არ ჭამს რასაც მე ვუყრი და კრიზისი რომელიც შეიქმნა ერთადერთი რაც ოპოზიციამ სწორი ნაბიჯი გააკეთა ამ წლების განმავლობაში იყო ეს რომ ეხლა 2024-ში არ შევიდა პარლამენტში ხო ამით მან ხელი შეუწყო ამ რეჟიმის არაღიარებას ამ კრიზისის გახანგრძლივებას და პლუს ქუჩაში გამოსულმა ხალხმა ხო და კობახიძე მან თავისი განცხადებით შენ როდესაც მიყვები ამ არჩევნებში მთავარი პრობლემა არის ის რომ ამ კრიზისის ნორმალიზებას ახდენ ანუ ბიძინა რას ცდილობს ეხლა ხალხი არის ქუჩაში ბევრი თუ არ არის ქუჩაში როცა ოპოზიცია არ არის პარლამენტში ხალხი თუნდაც ქუჩაში არ არის მაგრამ ის ბრაზი ხო არ სახლებში შევიდეს უკან თუ არა სპარამეს ვამბობ სიტუაციას ახსენე როცა ოპოზიცია არ არის პარლამენტში ხალხში არის ეს ბრაზი პროტესტი გრძელდება ცოტა გამოდის უბევრი გამოდის ეს ხალხში პროტესტი არის დასავლეთიდან არ არის მათ ფაქტობრივი აღიარება. ეს ნიშნავს, რომ კრიზისი არის ბიზნესისთვის, პლუს სანქციებია. და შესაბამისად, ბიზნესი რას ცდილობს, რომ კრიზისი გადაიყვანოს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში. შესაძლოა შედიხარ არჩევნებში, მას ხელს უწყობ იმაში, რომ ნორმალური პოლიტიკური პროცესი დააბრუნოს ამ ქვეყანაში, იმ ქვეყანაში, სადაც თვითონ დიქტატურას გვიშენებს. ამიტომ ბოიკოტის მთავარი აზრი, დავასრულე ბოიკოტის მთავარი აზრი არის ის, რომ შენ ბიზნესს ეუბნები, რომ ეს თამაშები არ გამოგივა. შენ კრიზისს ამ ქვეყანაში ვერ დაასრულებ დიქტატურის პირობებში, სანამ გექნება დიქტატურა, მანამ იქნება კრიზისი ამ ქვეყანაში. ამას ეუბნები ბოიკოტი. ეს არის კაცრი გზავნილი მისადა. გასაგებია. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ. არანაირი გაგრძელება, ეს არის ცარიელი ესეთი ემოციური განწყობების გამომჟღავნება და არა ფაქტი. კონკრეტულად რა პრობლემა შეექმნება ბოიკოტით, ასე შევს თამაში არ შემოყვება. ეხლა უკაცრავად თქვენ ამბობთ რომ კრიზისი არ დასრულდება. ასტიშავს არ დასრულდება, კაცო. სწორედაც რომ მასე ასრულებთ კრიზისს. ბოიკოტი ასრულებს კრიზისს ყველაზე მეტად. ყველა გოლში იღებს ძალაუფლებას, ბიზნესა ყველა კიდევ უფრო მეტად, იმიტომ რომ ეს არა დამაცადე საკრებულოში სამი კაცი ლაპარაკობს ძალაუფლებას, სამი შევათ 23. მაგაზე როგორ შეუზღუდავ საკრებულოში სამი კაცი. არ ვაპირებ მაგაზე ლაპარაკს. როგორ შეუზღუდავ ბიზნესს ძალაუფლებას? ჯერ არ ვლაპარაკობ არჩევნებში მონაწილეობაზე და თუ არ მიმიხვათ, მაგამდე ვერც ვილაპარაკებ ახლა რა, იმიტომ რომ ჯერ ვლაპარაკობ ბოიკოტზე, კაცო. ბოიკოტზე ვლაპარაკობ ხოლმე. ბოიკოტით კიდევ ვიმეორებ, ესე იგი, ბოიკოტით იღებს სრულ ძალაუფლებას, არა მერა ეს ასჯერ გავიმეორე უკვე და მე ასე ერთად ვიტყვი ახლა. გაგზით ბატონო და არა იმით რომ საკრებულოში ეყოლება ვიღაცა მარტო ერთი. არამედ პირველ რიგში იმით რომ ოპოზიცია ამბობს რომ მე წავედი სახლში ვზივარ. მორჩა. სახში არა, ქუჩაში გადი, ქუჩაში ეხლაც არის. სახში გადავდივარ, ბრძოლაში გადავდივარ. არ არის ეს სერიოზული პრობლემა ხელისუფლებისთვის. არ არის ეს სერიოზული პრობლემა ხელისუფლებისთვის. ერთი რაღაც ამბობს რომ ოკეი, სერიოზული პრობლემა არ არის ხელისუფლებისთვის. თუ აქამდე დარჩება არჩევნების მერე, ჯერჯერობით არის, იმიტომ რომ ეს რაში გადაიზრდება არ იცის. არჩევნების მერე, როდესაც ხელისუფლება, ეს არის სიგნალი ყველა საჯარო მოხელის მიმართ.
ყველა იმ სახელმწიფო ბიუჯეტში მყოფი ადამიანის მარტო ხელისუფლება ისევ არის, არსად არ მიდის. არჩევნებში ოპოზიცია მას ვერ შეეწინააღმდეგა, იმიტომ რომ აგერ ამბობ თქვენ თვითონ რომ დიქტატურა გვაქვს, არჩევნებში კორეა გვაქვს. აზრით, აი, ეს სხვანაირად შევდრო. რაში შეეწინააღმდეგება ოპოზიცია? ხო და მივალე რა მაგამდე არ ვერ დავამთავრე. ერთი მასე მინდა და კაი, მე გადავალ უკვე მაგაზე. თქვენ ყველანი ლაპარაკობთ იმაზე, აი თუ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებ, რა პრობლემები შეიძლება შეიქმნას. მაგრამ არავინ არ ლაპარაკობთ იმაზე, რომ რა პრობლემები შეიქმნება თუ არ მიიღებ მონაწილეობას კაცო. მე ჯერ ლაპარაკობ მარტო ამაზე, რომ დიდი პრობლემები შეიქმნება, ამით არ მონაწილეობით შეიქმნება ის, რომ ოპოზიცია გახდება მარგინალური და გავა პრაქტიკულად თამაში და როიცა შენ თამაში არ შემოდივარო და დისიდენტი უნდა გავხდეო. დისიდენტებს არ ქონდათ დისიდენტის მიზანი არასდროს არ ყოფილა ხელისუფლებაში მოსვლა და სახელმწიფო შეცვლა. ეს იყო მორალური პოზიცია. არა, დავანებოთ თავი, სხვა რამის თქმა მინდა. აბსოლუტურად და პრინციპულად არასწორი აზრია, რომ არჩევნებში მონაწილეობა რაიმეთი იმოქმედებს თავისთავად მონაწილეობა დასავლეთის პოზიციაზე სანქციებთან დაკავშირებით. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ რომ სანქციები, არა ეს ერთ გავრცელებული აზრია. ხო, გავრცელებული აზრია, მეც ვერ ხვდები. იმიტომ რომ შეფასება დასავლეთის მხრიდან შეფასება არჩევნების პროცესის არ ხდება იმის მიხედვით, ვინ მიიღო მონაწილეობა და ვინ არ მიიღო. მაქსიმუმ აქ ითქვას, რომ არაკონკურენტულია. თუ არ მონაწილეობენ ძირითადი ოპოზიციური პარტიები, ითქვება, რომ არაკონკურენტულია. კი ბატონო, მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ამ არაკონკურენტულ არჩევნებს ის ატარებს ასე თუ ისე მშვიდად და წყნარად, ну მაშინ ახლა იმის თქმა რომ ეს გაყალბებულია და აზრიერად დამარჩენებს არ ვცნობ ახლა ეს არ მოხდება ახლა შეიძლება არც ის თქვა რომ ვცნობთო და არიქა და აღიარონ და ყოჭაღაციო უთხრან მაგრამ არც ის არ ითქმება რომ გაყალბდა ხო ეს ერთი მომენტია ეს ახლა რუსეთის არჩევნებით ზუსტად იგივე გამოდის და ვინმე რუსეთის არალეგიტიმურობას არჩევნებს რუსეთში რომ არჩევნები არ ტარდება ყველა ამბობს ყველა დასადამკვირვებლო მისია ყველა არჩევნებს კარგი ხო აკაც პოსტსაარჩევნოდ შეიძლება თქვა თუ იტყვიან რომ ეს არ იყო არჩევნები ეს მოსაკვია მაშინ შეიძლება აზრი კონდეს მე ეჭვება რომ ბოიკოტის შემთხვევაში ეს დრამე ითქვას ამიტომ ახლა ამის მიხედვით ახლა უცებ აი დაუშვათ იქ რომ მეგობარი აქტი უნდა მიიღონ უკვე თითქმის მიღებულია ამ დროს გაიგეს რომ ახლა ხაზარაძე ან გახარია მონაწილეობას ღებულობს არჩევნებში და ნუ აცი რაღაცია ქოიტყვე რა არ მივიღოთ მაგრამ თუ რა მოხდება ახლა მე მგონია რომ ეს არ იმოქმედებს გარედან არ იმოქმედებს შეიძლება ეს იმოქმედოს პარტიების რეპუტაციაზე კი ბატონო მაგაზე გეთანხმებით ვიღაცას ცუდად წაუვიდეს საქმე ცუდად მაგრამ გარე პოლიტიკაზე ის რომ ვიღაცაებმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს ეს უფრო მეტად და საინტერესო დასავლეთისთვის და იგივე ევროკავშირის რეკომენდაციების რო არის ევროპარლამენტის იქაც ეწერა რომ ეს არის იმათთვის უფრო საინტერესო ხალხის ხარდაჭერა რამდენად გაქვს არჩევნები გარდა იმისა რომ არის მექანიზმი ხელისუფლების გამოცვლის ეს არის ასევე ძალიან კარგი ასე ვთქვათ მაჩვენებელი ძალთა დათვალიერების ვის რამდენი ხარდაჭერა აქვს რეალურად რო ეს დაინახო აი მანამდე ახლა ბოიკოტი ამას ვერ დაინახავ თუ ეს ბოიკოტი არ არის აქტიური თუ არ ხალხის ხარდაჭერა რო ახსენით რა აი ხალხის ხარდაჭერა ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ბატონო და თუ უყურეთ ახლა საქმე რაშია 2024 წლის ოქტომბერში ნუ მართალია ახლა სამი ადამიანი ვერც წარმომადგენლობითი ვიქნებით და ასე შემდეგ ყველა იტყვის ამას კონტრარგუმენტებით მე რომ ლაპარაკობ წინასწარ ვიცი რა კონტრარგუმენტებს მიტყვიან ისიც ვიცი თქვენ რას მეტყვით ხო თქვენც მეტნაკლებად ისიც მე რას ვიტყვი მაგრამ ხალხის მონაწილეობა აგერ სამი ადამიანი ვართ ამ სამი ადამიანიდან რავი სამივე ოქტომბრის არჩევნებზე ვიყავით ოპოზიციის მხარეს ხო მივედით ჩვენი ვალი განმახორციელეთ და ამჟამად თან აქტიურად ესე ვთქვათ რავი სანაცნობოების სოციალებში აგერ მე ტელევიზიიდან და ასე შემდეგ რა ტრიბუნაც ჰქონდა ყველა ამ ტრიბუნიდან ვამბობდით რომ მიდით ხალხო არჩევნებზე რაღაც ხმა მიეცეთ ოპოზიციას არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ხმა ქართულ ოცნებას ასე შემდეგ ანუ ეხლა უკვე ეს თან მართლა სამი ადამიანი კი არა უფრო ღრმადაც რო შეხვედრა რავი Facebook ჯგუფები იქნება თუ ისედაც რავი და პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი ოპოზიციური მხარეს ყოფი ხალხის აზრი მნიშვნელოვნად გაყოფილია ანუ მოსახლეობის ოპოზიციურად განწყობილი ნაწილი და შეიძლება 30%-ზე მეტი საერთოდ არ მივიდეს არჩევნებს არ გამოვიწყო მაგას შესაძლოა აი მაგას გეუბნები კი ბატონო მაგას მე არ გეკამათებთ სხვა რამის ვამბობ აი აქ როგორ არის იცით რომ ჩვენ დაგვიდგება სურათი დიდი შანსია დაგვიდგება სურათი როდესაც
რა გინდა არჩევნები ჩატარდება კონკურენტულ გარემოში. ესენი არაფერს არ გააყალბებენ, თავიანთი ბიჭბუჭები და ვითომ ძველი ბიჭები როგორ გქონდათ უბანთან, იმათაც კი არ დააყენებენ, იმიტომ რომ საჭიროება არ იქნება ხა. მე არ მივალ, მერაბი არ მივალ, თქვენ მიხვალთ, მაგრამ დიდი ნაწილი არ მივალ, რასაც წაიღებენ ახლა ლელო თუ სხვა პარტიები, ვინც არ უნდა იყოს. ეგ არის მესამე ვარიანტი, როცა ის რაღაცა მონაწილეობს, რაღაც არის, მაგაზე არ წაიღებენ, მაგრამ ანუ რეალურად უკვე ყველა იტყვის, ყველა დამკვირვებელი, რა გინდათ არჩევნები ჩატარდა და ეთყობა ხალხის მხარდაჭერა ამათ მართლა რა, ანუ შეიძლება ზუსტად ამ ხალხის მხარდაჭერით სკაცები თუ არის სურათი. არა, მე გედახვევით თქვენ, რა თქმა უნდა კი არა თუ მიფიქრია აბსოლუტურად გედახვევით და რაც თქვით ყველაფერი. ეგ სამწუხაროდ მასე შეიძლება მოხდეს. თან გაითხოვს და ადგილობრივ არჩევნებში ისედაც ნაკლებია მონაწილეობა. მე სხვა რამეს ვამბობ, უბრალოდ მე ერთი ვთქვი რომ რატო არის და აქამდე ამას ვთვლობ ყოველთვის და ისევ რატოა ცუდი მე ვერ ხედავ ფოიკოც როგორც კარგ გამოსავალს შექმნილ სიტუაციიდან. ეხლა კეთყვით რატო ვიღარ მომხრე მონაწილეობს, როგორც მე მომხრე რისიც ვიღავ, ის აღარ მოხდა. როგორი მონაწილეობის ხარ მომხრე ეს დავამკვირვებ. ხო, მე მონაწილეობა თუ ყველა მონაწილეობს. აი ამის. ანუ თუ ყველა გამარჯობა თქვენი რა. ყველა გასაგები ან თუ ეს 4-ვე ძალა რომელიც ცხოვრებაში ვერაფერზე ვერ შეთანხმდა. არა. აქ მე მგონი იმდენად მნიშვნელოვანი იყო შეთანხმება და სწორედ განსაკუთრებით თბილისზე ფოკუსირება და თბილისში სერიოზული დარტყმის მიღება ხელისუფლებისთვის თუ გამარჯვება ვერა და მეტნაკლებად თუნდაც 2024 წლის სტანდარტით გაყალბების სტანდარტით ჩატარებული არჩევნებში პრინციპში ოპოზიციას რეალური შანსი ექნებოდა თუ ერთიანი კანდიდატი ეყოლებოდა შეიძლება ეს ყოფილიყო საერთოდ არაპოლიტიკური ანუ არაპარტიული ტიპი იგივე სამოქალაქო მოძრაობიდან აერჩიათ ვიღაცა დაეყენებინათ და ასე მაგალითად გავიხსენებ 2007 წელს ლევან გაჩეჩილაძე იგივე კრეჩიხა ასე ვთქვათ სულ არ იყო მანამდე სანამ საპრეზიდენტო კანდიდატად წამოაყენებდნენ რაღაც მაინდა-მაინც პოპულარული დაუჯდა როგორც ამბობენ მიშას ხო ესე ვთქვათ არა არაფერი ძვირი არ დაჯდომია ეს ცოტა შემდგომი ამბებია მაგრამ მან აკრიფა და სერიოზული კონკურენცია გაუწია მოდი ვთქვათ ასე იმ საპრეზიდენტო არჩევნებში ხო ესე იგი ანუ შესაძლებელი იყო თქვენ თავაზობთ სცენარს რომ ამბობ იდეალური სცენარი იყო ჩემთვის თან გასწორებელია აქ უკვე მარტო 4 პარტიაზე არ იქნება იქ სხვა პარტიებიც რომლებიც ვერ გადავახეს ამ 4-ზეა თავარი არის 4 და თავარი არის სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფი ოპოზიცია ერთიანდება და დიდ ქალაქებში წარადგენენ ერთიან კანდიდატებს თქვი რომ არა ეს ახლა სულ არ მგონია ეს რეალისტური დღეს მაგრამ ეს სცენარიც განვიხილე ეს სცენარიც ლოგიკურ რაღაც ნუ მე ხა ჩემს წინასავალს გავითვალისწინებ მე იქ თქვი რომ შენ თქვი რომ მაგას საზრია რა არა თუ გაერთიანების ცალ-ცალკე მონაწილეობის შემთხვევაში ასე ვხედავ და ან გაერთიანების შემთხვევაში არამედ საერთოდ საპარლამენტო არჩევნების რო დაინიშნოს იმაში მონაწილეობის ასაც ვერ ვხედავ თუ სიტუაცია არ იცვლება ანუ ვერტიკალი არ ინგრევა რაზეც დგას ახლა დიქტატურა რეალურად ამიტომ ბუნებრივია მე მაგას ასე ვხედავ მაგრამ განვიხილოთ თუ ეგ ვარიანტი რომ და რომ მოხარიყო იდეოლოგიური სიტუაცია რაც არ მოხდება იმიტომ რომ გახარიას თავიდან აქვს გაცხადებული ის ნაცებთან ერთად არაფერში არ დადგება იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში თავის იდენტობას რა აქ ლაპარაკია არაპარტიულ კანდიდატზე ხა შემთხვევაში მერის კანდიდატი ხო მერის კანდიდატი რა პრობლემა შედგებოდა მაგრამ ამას დავანებოთ ეს არის საპარლამენტო არ არის გამორიცხული მაინც რომ მე გამომრიცხავ მაგას იმიტომ რომ გახარია თავის იდენტობას კარგავს რამეს მერის რო დადგეს ნაცებთან ერთად მერის ხარდაჭერა ხო ყველაფერში კარგავს მეორე მხრივ მიტინგებზე ერთად ვიდექით ხა ეგრე არ არის რა მე არა მიტინგი სხვა რამეა პოლიტიკური პროცესი სხვა რამეა ნახე ლელომ თავის იდენტობა როდის დაკარგა იცი პირველად როცა ადგილობრივ არჩევნებზე გამოვიდა ხაზარაძე და თქვა ნიკა მელიას მოადგილები იქნები მე რო გახდება აი იქ დაკარგა თავისი იდენტობა ლელომ როცა მას შეეძლო რაღაც გახარია რახმელიძეს უშოვს იხმებზე ხო მაგრამ იმავდროულად ქართულობას კარგავთ სამშობლოს კარგავთ და ყველაფერს კარგავთ არა მე რასაუბრობ იცი მე ვამბობ ფაქტს ავყრე რომ არ მოხდებოდა თქო თორე ვეთანხმები გახარიასთან იმას ვეთანხმები მას კი არ ვამბობ შეუძლებელი იყო ეს ამბავი მაგრამ წარმოვიდგინოთ ეგ ვარიანტი რომ შესაძლებელი იყოს ამ ვარიანტს რო გავუყვეთ მეც რას გეკითხები იცი რატო არ შეიძლება რომ დაარწმუნო გახარიამვე გახარიას ამორჩეველი რომ ხალხო ეხა უნიკალური იშვიათი არა პარტიულ კანდიდატზე როცა მაგალითად ლაპარაკი მე ვფიქრობ რომ გახარია ამაზე არ დათანხმდებოდა კი ხა ჩემი აზრით რაღაც ვერ დავამტკიცე ამას ვამბობ რომ გახარიას შეხედულებიდან გამომდინარე იმიტომ რომ მისი იდენტობა დგას რაზე რომ მე ვამბობ ნაცებიც უნდა წავიდნენ კოცები ამაზე დგას ვიცი არა ნაცებს არა კოცები შენ თუ ეხა ნაცებთან ერთად უჭერ ვიღაცას მხარს კოცებისთვის მე კარგი სამიზნე ხარ რომ აი ხო ვამბობდით ნაცია კოცები აქამდე ძახია რომ გახარია ნაცია მაგრამ მაინც ხალხს ვერ დააჯერეს
გახარიამ ერთადერთი ახერხებს მათი ამომრჩევლის წამოყვანას. ამიტომ ამბობ რომ არ დათანხმდებოდა მას არ საერთო კანდიდატზე. თუ კიდე შიდა საუბრები ინტერვიუ ბოლოს და ანა მეუბნებოდა რომ იანვარში ჩვენ რეალურად გქონდა ამაზე ლაპარაკია. ლელო რო იძახის რომ მსჯელობა არ იყო. იანვარში გქონდა მსჯელობა რას ვაკეთებთ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებითო და იქ დაისვა საკითხი რომ აი ერთიანი კანდიდატი რო გავიდეთ იქვე უკვე თქვა გახარიამ რომ ჩვენთვის ეგ გამორიცხულიაო. ანუ გახარიას ეკპოზიცია თავიდან ქონდა და ლელოც კიო გვერდზე იხედებოდა უკვე არ ამბობდაო, მაგრამ მასაც არ უნდოდა დიდად ერთიანი კანდიდატი. აქ პრობლემა რაშია იცი ეს პარტიების სინამდვილეში თავიანთი პარტიული სტრუქტურების გადარჩენაზე ფიქრობენ და არა ქვეყანაზე. აი ეგ არის დღეს ლელოს და გახარიას პრობლემა, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. წარმოვიდგინოთ ეს სცენარი რომ გაერთიანებულიყო და ერთიანი კანდიდატი იდეალური სცენარი, რომელიც არ მოხდებოდა, მაგრამ ვითომ მოხდა. ამ შემთხვევაშიც კი ჩემთვის კიდევ ვიპოვებ ამ სისტემაში, რასაც ბიზნესში შეუძლებელი იყო თუნდაც ერთი ქალაქის მოგება. და ამას მოგიყვანთ რამდენიმე მაგალითს. ერთი მაგალითი ეს არის ხშირად მომიყვანია ეს მაგალითი დათო მიცის, მაგრამ ახლა თქვენ მაყურებელსაც მინდა თქვენ და ნაცების დროინდელი სიტუაცია. ნაცების დროს თბილისი იყო ოპოზიციური ქალაქი. ყველას გვახსოვს ეს, ხო? ყველა არჩევნებზე 2010 წლამდე, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, საპარლამენტო არჩევნებზე თბილისი იგებდა ოპოზიცია. და ასე ითვლებოდა, რომ თბილისი არ ოპოზიცია, მართლაც ასე იყო, ხა ვაკე ვერა და რაღაცა და სააკაშვილიც კი ასე უყურებდა, რომ თბილისი იყო ოპოზიცია და ეს ვაკელები და რაღაცა ხვას არ მაძლევენ და მიდიოდა და რეგიონებით იგებდა ხმებს. თბილისში მას დაშვებული ჰქონდა, გახსოვს ოპოზიციური არხები, მაშინ მარტო თბილისზე მაუწყებლობდა მაესრო და კავკასია. გარეთ არ უშვებდა ოპოზიციურ არხებს. იმიტომ რომ თბილისი დაკიდებული ჰქონდა ფაქტობრივად. მაგრამ და წარმოიდგინეთ, იმდენად ეშინოდათ ნაცებს თბილისის, რომ 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში რომ მოვიდნენ და თბილისის მერი შემოიღეს, რომ უნდა იყოს პირდაპირ წესით არჩეული, 50%-იანი ბარიერი კი არ დააწესეს. 40%-იანი ბარიერი დააწესეს. კანონში ჩაწერეს, რომ 40% უნდა იყოს, რომ პირველ ტურში გაიმარჯვოს კანდიდატმა. როცა ყველგან მთელ მსოფლიოში 50, იმიტომ ფიქრობდნენ, რომ 50%-ს ვერ აიღებს ჩვენი კანდიდატი. მიხდი, მათაც კი ვერ წარმოედგინათ, რომ 50%-ს აიღებდა მათი კანდიდატი, ისეთ სიტუაცია იყო თბილისში. და რა მოხდა 2010-ში? როგორც კი ამოქოქეს ეს მანქანა, იმიტომ თბილისი მათთვის გახდა გადამწყვეტი, მანამდე არ იყო გადამწყვეტი ნაცებისთვის თბილისი, რეგიონებით იგებდნენ. როგორც კი გახდა თბილისი გადამწყვეტი, გიგი უგველმა პირველ ტურში არა თუ 40%-იანი ბარიერი გადალახა, 54% აიღო. თვითონ რაც არ ეჯერა. ესე იგი, პირველად არ მოყავს ეს არგუმენტი და თუ შეიძლება დავასრულო. მე მაგ იმ ამჩევნებში კაცო მონაწილეობა მიღებული, მე მითხრათ მეთქი ვეუბნები. დავასრულო. 54 ამბავს მე რა გავაკეთე. მორჩება აი ამაზე ვისაუბრებ. მე ხო ჩუმად გისმენთ. 54% აიღო. როცა კი ხელისუფლებამ ყველა მექანიზმი ამუშავა და გააკეთა აქცენტი, ყველა დიქტატორულ ხელისუფლებას აქვს ეს მექანიზმი. იქ დაიწყეს რეგიონებიდან ხალხის გადმოწერა თბილისში და ასე ამასაც იზამს ახლა. რეგიონებიდან გადმოგიწერს ხალხი. ბევრი მექანიზმია. ფული, დაშინება, რაცა ამუშავებს. ხო, მაგრამ მაშინ გავაგზავნებ მაგალითების მოყოლას, თუ შეიძლება. გაგძებ. ეხლა უკვე ბიზნეს დროინდელ მაგალითებზე მინდა გადავიდე. გავიხსენოთ 2021 წლის არჩევნები. მან რა იკარდა ბათუმში, სადაც ფაქტობრივად საკრებულო ჰქონდა წაგებული. ეს ბათუმის შემთხვევა, როცა მას საკრებულო წაგებული ჰქონდა და ფაქტობრივად ოპოზიციის ერთ-ერთ კანდიდატზე საკრებულოში გასულ წევრზე, ნაცების წევრი იყო მე მგონი, ხო? ნაცების წევრი იყო. ხონებული კი. ისეთი ზეწოლა მოახდინეს, რომ კაც გული გაუხსნა და მოკვდა და ამ კოტარის ადგილზე მე გაამარჯვებიდეს ოცნების კაცი და შეიყვანეს და ასე მოიპოვეს უმრავლესობა. და მე მგონი, როგორც ვახსოვს, გახარიას ტიპები საერთოდ იყიდეს, თუ რაღაცა ესეთი გააკეთეს. ანუ გადადებები ყველგან მიდიოდა. ბათუმის მაგალითი რას მოწონს, იცი რომ მიდიოდა ინდივიდუალური ადამიანების გადაბედება. ბათუმის მაგალითი რას მოწონს, ისე ბიზნესი იმაშია, როცა ჭირდება, არ დათმობს არაფერს. წავა ყველაფერზე წავა, ყიდვაზე, დაშინებაზე. და ადამიანს ხო, მაგრამ ბატონი და ის რომ ამაზეც რომ იზოლებული გახდება, წავიდეს, ანუ ამით შენ რაღაცას იგებ. ხო, სწორად დავიჭერეთ თქვენ დაახლოებით. ეგეც არის, ეს არის თემა, აქ არის თემა, რომ ჩვენ უნდა გავიაზროთ 2024 წლის მერე რა სახე გამოაჩერება ჩვენ ხო ვიღაცა ამბობენ რომ 2012 წელს ეგეთი იყო შეიძლება გულში ეგეთი იყო მაგრამ მაშინ ეგეთი სახე არ ქონდა მე რა ბუყორე ჩემი ამოცანა ამ შემთხვევაში როგორც მოქალაქის როგორც ამ გადაცემის წამყვანის თუ რაღაცა ის არის რომ ზუსტად ეს აზრები გავცვალოთ თორე მე და შენ კი ვიზიარებთ ერთი და იგივე არგუმენტი ხო დაუთხრა ხო და გითხრათ მაშინ ამას ვამბობ რა რომ თუ ჩვენ ამას გავიაზრებთ რა რეჟიმი მივიღეთ დღეს განსაკუთრებით 2024 წლის შემდეგ ამ ქვეყანაში მაშინ ბუნებრივია ცხადი გახდება რომ შეუძლებელია თბილისის მოგებას ბათუმის და საერთოდ რამის მოგება კი ბატონო ეს რეჟიმი იკადრებს ყველაფერს ამისთვის და აქ შეყოლა არის საბოლოო ჯამში
ახსენა დათომ სიტყვა მარგინალიზება. ოპოზიცია არჩევნებში არ მონაწილეობით კი არ გახდება მარგინალური. არჩევნებში მონაწილეობით გახდებიან ლელოს და გახარიას მარგინალური ძაღლი. კი, გაცილება. ეხლა ბატონო და მეც ვიტყვი კი ბატონო. ჯერერთი კაცო, ესე იგი ამ 2010 წლის არჩევნებში მე მონაწილეობდი, მაშინ მე თვითონ რესპუბლიკური პარტიის წევრი გახდი და ძალიან აქტიურად ვიყავი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული. მაშინ ჩვენ ავიღეთ დაახლოებით 20%, ასე მახსოვს, ანუ ალასანიას პარტია რესპუბლიკის ოპოზიციურ ქალაქში. ოპოზიციურ ქალაქში. თბილისი არის ოპოზიციურ ქალაქი იმ დროს. ვაცალ. ირაკლი ალასანიამაც აიღო 20%, მაგრამ კიდევ აიღო ძიძიგურმა აიღო 8% სხვადასხვის კონსერვატორებმა. ანუ კიდევ ოპოზიციურმა იქ არ იყო მარტო ერთი ოპოზიციური კანდიდატი. მაგრამ დავანებოთ აი 30-ზე მეტი გამოგვივიდა საბოლოოდ. ნუ მერაბის ლოგიკა ისაა რომ როცა მოინდომეს გითხრათ. მოიგეს. ჩემი აზრით ის 20%-იც ბევრი იყო რაც ავიღეთ. ისეთი კატასტროფული კამპანია ქონდა ჩატარებული. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ბოლო მომენტში გაგვექცა საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი თქვა რომ აღარ მინდა. სოზარ სუბარმა და რა ვიცი და უკვე მაშინ აკეთებდა ასე. ეს არ მახსოვდა. კი. ეს არ მახსოვდა. ყველაფერი რაც ამბობ მახსოვდა, მაგრამ სოზარი გაგვექცა, დაგვეთესა რომ იტყვია. ხო და ეხლა მაშინ ამაზე არ ვიფიქრია. იმიტომ რომ სოზარ სუბარს რაღაც ავტორიტეტი ჰქონდა, ხო კარგი სახალხო. ავტორიტეტია ხო? ახლა სადღა აქვს. ხო და მაშინ ამაზე არ მიფიქრია. დათო რო გაწყვეტინე. ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ დღეს რო უყურებ სოზარ სუბარის მორალურ დეგრადაციას, უკვე ვფიქრობ, რომ მაშინ სოზარ სუბარი უბრალოდ მიშა მიყიდა. და ფული იყიდა თუ რაღაცა არა, თავარია რომ დაუბრუნდეთ 2008-ში როა საპრეზიდენტო არჩევნები მიულოცა. მაშინაც ეჭვმაქვს რომ ფული გადაუყო. დაუბრუნდეთ ახლა ბევრი დარტყმები მივიღეთ და ისა, მაგრამ მე მზად დამოდიოდი. სოზარი გაიქცა, მოკლედ იმ არა მარტო სოზარი, კიდე ნუ სულიად კატასტროფული წინასაარჩევნო კამპანია ქონდა, არ გვინდა ხამზე დეტალებში შესვლა და ნუ არა მე მაგაზეც მინდა საარჩევნო კამპანიას ვაპარებ უბრალოდ ჯერ დაასრულეთ თქვენ მე ჩემი აზრი რა არის თუ მოხდებოდა ხა მე საერთოდ არც ერთი ხელისუფლება არ ატარებს არჩევნებს იმ მიზნით რომ წააღოს ახლა ყველა ცდილობს მოიგოს ნებისმიერი ავტორიტარული რეჟიმი მიდის ყველაფერზე რაც შესაძლებელია რომ ის მოგება უზრუნველყოს ახლა ეს არის ის მოცემულობა რომელიც ჩვენ საერთოდ ცხოვრობთ რავი ლამის ბოლო 30 წელია თითქმის ყოველთვის სულ ეს ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და მაგის მე ვცდილობ დამოუკიდებლობა მოვიპოვოთ მართველი პარტიისაგან სულ ასეთი მომენტია ზოგი უფრო მეტად მიდის უფრო შორს მიდის ამ ძალისხმევაში ზოგი უფრო ნაკლებად მაგრამ ყველა ცდილობს რა თქმა უნდა და დაგეგმილია ყველას წინასწარ რომ იგებს 2012-ში მიხეილ სააკაშვილის ჩვენიერი ბანკეტი ქონდა შეკვეთილი გამარჯვების მაგრამ ნუ წააგო ყველა მარცხი რაც კი მოხსულია ხელისუფლებას არჩევნებში იყო მოულოდნელი ხელისუფლებისთვის ასე იყო 2003-შიც ასე იყო 2012-შიც ასე იყო სხვადასხვა ბიზნესთანაც რამდენიმე პირსალობე ზურაბიშვილი პირველად რო იყრიდა კენჭს და პირველ ტურში რო ვერ მოიგო ხაინდრავას ცნობილი სცენა ხაინდრავა ესეც მოულოდნელი იყო სულ არ ელოდნენ ამას ახლაც მე დარწმუნებული ვარ 2024-ში. აი ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობაც უნდათ. თბილისში მოგებაც უნდათ. მაგრამ მეტი ვერ გაგაჭა ამ გაყალბებამ, რომელიც იყო უპრეცედენტო. აქამდე რო არ ყოფილა კარუსელები ხა კიდე უფრო მეტსიზა. ხო და არ ვიცით ვერაფერ ხა ეს არის თუ ოპოზიცია ერთიან არა. თქვენ ხა პირობითად მერაბის არგუმენტზე ამოთ რომ ჩვენ ეს არ ვიცით და იმისთვის რომ გავიგოთ ან არა კი არ გავიგოთ კაცო. აქ არის ორი რაღაცა. მე რო ვიცი რომ ეს წამსვლელია ბევრ რაღაცაზე. მე ამის გამო უნდა თქვა უარი ყველაფერს და თქვა რომ აზრი აღარა აქვს ამასთან ბრძოლაზე, მოდი დავიცდი მე მანამდე სანამ ეს თვითონ დაინგრევა სხვა მეთოდები. მაგრამ ბრძოლა სხვა მეთოდით ვერაფერ იქ არ დაიმისა რომ არჩევნებში უპირისპირდები დიდი ძალები თუ უპირისპირდები ხელისუფლებას და იგივე თბილისის მოსახლეობის დიდი ნაწილი. აქ ძალიან მნიშვნელოვანია რაც ამბობთ რომ ან თქვენც რასაც რეალურად ამბობთ ბატონო და თუ არის ის რომ თქვენ ამბობთ რომ თუ მოხდა ძალისხმევის გაერთიანება და რა სხვანაირად ვერ მოუგებ ახლა მე ბატონო მე მაგ ვარიანტზე გამოვიდი საარჩევნო კამპანიაზე რო ამბობდი საარჩევნო კამპანიაც კი უყურეთ საარჩევნო კამპანია ან ბოლო მე მართლა არ მესმის რა თუ ეს მსჯელობა უნდა გამართულიყო ეხლა არის ივნისი ეს მსჯელობა ივნისში არ უნდა გამართულიყო გეთახმებით ეს მსჯელობა უნდა გამართულიყო იანვარში ანუ აი როგორ ფიქრობთ თუნდაც
რამდენი დრო არის დარჩენილი, როგორ ძალიან ცოტა. საარჩევნო კამპანია ეფექტურად. მე არ ვიცახი რომ ოპტიმისტურად ვარ გაწყობილი პირიქით. სულ არ მგონია რომ ასე თუმცა რაციონალურად, ემოციები ძალიან რაციონალურად უყურებ რომ არ მოხდება ასე მგონია. ხო და მაშინ ეხლა ამ ორი პარტიის მოძრაობას რაღაცა. არა, გეტყვით ყველაფერზე, მაგალითად მივიდეთ. ჯერ ვამბობ ამას. ეს უნდა დაწყებულიყო, რა თქმა უნდა, ჯერობა კაცილებით ადრე პირველი. მეორე ეს უნდა მომხდარიყო არა საჯაროდ ჯერ ერთმანეთში უნდა გაერკვიათ ეს სიტუაცია შეუძლიათ თუ არა ასეთი რაღაცა. მე არ ვიცი ხა იქ რას მსჯელობდნენ იანვარში, შეიძლება ეგ ლაპარაკი იყო პარტიების პარტიულ კანდიდატს, პარტიულ კანდიდატს ვერ გამონახავდეს საერთოდ. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აი პროტესტში მონაწილე აქტიური ადამიანების პოზიციასაც, მათთან დიალოგსაც, თუ მეტნაკლებად ეს იქნებოდა შეთანხმებული, ჩემი აზრით თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ქუთაისში შეიძლება კონცენტრირება ძალებისას ჰქონდა აზრი. შეიძლება და გამარჯვებისთვის ბრძოლა და შედეგი ამის იქნებოდა ან გამარჯვება და ეს აბსოლუტურად ცვლიდა ყველაფერს. საერთოდ ყველაფერ მოცემულობას თბილისში, ან ხელისუფლებას მოუწევდა ისეთ გაყალბებაზე წასვლა, რომ რაც გამოიწვევდა ან ხელახალ ასე ვთქვათ, გადატვირთვას ამ საპროტესტო ტალღის ერთი, ან ამას გამოიწვევდა, ან ყოველ შემთხვევაში დასავლეთიდან სანქციების გამკაცრებას. ანუ შედეგი სხვა ვერ იქნებოდა უბრალოდ, აი ან ერთი იქნებოდა, ან მეორე. ეხლა მოვიდეთ კაი იქ სადაც ვართ, ანუ ცუდ ვარიანტს ვეძახი მეც ამას, როცა ნაწილი პოლიტიკოსებისა ამბობს რომ მაინც მიიღებს მონაწილეობას, ნაწილი ამბობს რომ ვერ მიიღებს. აი მართლა ყველა ცუდი ვარიანტია. ეს ცუდი ვარიანტია, ნამდვილად ეხლა ვერ ვიტყვი ეს ყველა უფრო ცუდია თუ ბოიკოტია თუ ცუდი თუ ეს, მაგრამ არანაკლებ ცუდია. მაგაში დავხდები რომ არანაკლებ ცუდი არის, იმიტომ რომ აქ პრაქტიკულად ხელისუფლებას თუ გარანტირებული არა, ძალიან დიდი შანსი აქვს რომ იმარჯვებს. აქ უკვე ლაპარაკი იქნება იმაზე შემდგომში ვინ უფრო უკეთ მოახერხებს აი ის ოპოზიციური პარტიები რომლებიც იძახიან რომ მივიღებთ მონაწილეობას აი რა შეიძლება მათ მიიღონ აქედან ისინი შეეცდებიან ბუნებრივია რომ დარჩენ ამ ოპოზიციურ ველზე მათ ინტერესებში არ არის რომ ბიზინა ივანიშვილის დიქტატურა მივიდეს იმ წერტილამდე აი მერაბი რასაც ამბობს ანუ საერთოდ აზრი რო აღარ ექნება პოლიტიკურ ბრძოლას თუ უფრო ეგრეთ წოდებული შედარებით ეს დიქტატურის წინსულა რაღაცით გამოივაჭრეს მაგალითად ის რომ თქვათ რაღაც პოლიტპატიმერი გაანთავისუფლეს რამდენიმე თქვათ რაღაცა კანონი არა მოქმედეს და ასე შემდეგ. ნუ შეიძლება ეს მათი თვალსაზრისითაც და შეიძლება ბევრი იგივე დასავლეთის თვალსაზრისითაც რაღაცა შედეგი იყოს. თქვენ ამ გამოაჭრების ნიშნებს ხედავთ? არა, მე ჯეჯობთ ვებს ვერ ხედავ საერთოდ, იმიტომ რომ საერთოდ არაფერი ჯეჯობთ არის ერთმანეთი ოპოზიციური ბანაკის ეს ორი ფლანგი ერთმანეთს უპირისპირდება, აქტივისტთა უმრავლესობა არის ბოიკოტის დამხარეს, ჯეჯობითასაც მე უყურებ და ნუ უყურებ რომ ხელისუფლება ზის და უყურებს სეირს. კი, ანუ ეხლა ხდება იდეალური სცენარი, აი თუნდაც აი რო ავიღოთ აქტივისტთა უმეტესობაზე რო საუბრობდით, ხო? ანუ ისევ ეს პროცესი რო წამართულიყო იანვარში, აი მერაბს რაც უთხრა ანი წითლიძემ, ხო? ხა მერაბმა რაც ანუ იანვარში ვინგიშვილდა თქვენ დაუცილებლობა თუნდაც ამის გარეთ გამოტანას. ეხლა ხო გარეთ გამოვიდა. მე რამდენად ვიტყვით 3-4 თვის წინადაც არის იდგა ეს საკითხი, მაგრამ არ იყო თითქოს ასე მწვავედ და უცებდა ძალიან მწვავედ დადგა. მწვავედ დადგა და ყველაზე აი მოულოდნელი რატო იყო, იცი რომ მოლოდინი იმისა რომ ივნისში დაიწყებს ვინმე ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადებას როგორ აი მოგეთ ეხლა საბოლოო ჯამში ვილაპარაკოთ რეალობაზე ხო რეალობას მივედი ისეთი რომ საბოლოო ჯამში არა ყოველთვის რეალობაზე არა ლაპარაკობდი ჰიპოთეტურ შესაძლებლობაზე წიღა ლაპარაკობდი ჰიპოთეტურ შესაძლებლობაზე რომ ოპოზიცია გაერთიანდება მოდელირებას ვახდენდით სრული ბოიკოტის ჩავლილია ანუ არ გამოდის და თუ ამბობს ასეთ სიტუაციაშიც კი ჯობია ბოიკოტს და არა საერთოდ გაუგებარია ჩემთვის იმიტომ რომ ეს რას ნიშნავს იცი რომ ივანიშვილს უკვე არჩევნებში გაერთიანებას რაზე ჰქონდა ხო ეს მაგარ წინააღმდეგობას მაინც გაუწევთ და აი რაღაცით მაინც დავაზარალებთ და გაყალბება მოუწევს და ნიღავს კიდე ერთხელ ჩამოღ რაღაც აბსურდული არგუმენტებს მაგრამ ჯანჯღარებთ მაინც ხო და ეხლა ეგეც კი არ მოამოდის ვერაფერი ანუ ივანიშვილს რაც უნდა რომ რამდენიმე პარტია მაინც შეუქმნას კონკურენცია ამას მიიღებს
და ოპოზიციასაც უნდა რომ ცოტა ვაჯანჯღაროთ მაინც არჩევნებს და ისიც კი არ გამოდის, იმიტომ ორი პარტია ვერაფერს ვერ აზრავს. ანუ ყველაზე ცუდ ვარიანტზე გაყოფილ ოპოზიციურ ყველაზე ცუდ ვარიანტზე მივდივართ სამი. რა თქმა უნდა, ეს პარტიები საერთოდ განულდებიან, გახარიას ეხა მე პირდაპირ ვამბობ. მე პირდაპირ ვამბობ, რომ გახარიას და ლელოს ამომრჩეველი ვიყავი, ხან ერთს ვაძლევდი, ხან მეორეს, იმიტომ ხან ნაცები ჩვენთვის მიუღებელია და ახლა გახტები ამათი არჩევანი. არა, არავის ამომრჩეველი გარჩევით მე უკვე კარგავ პარტიას. კარგება პრაქტიკულად. არ ვიცი. მე ჩემთვის უკვე არჩევნებზე პარტია აღარ არსებობს. ვისაც მივალ და ხმას მივცემ. თუ გახარია და ლეზო. შენი ზეძაღი აზრი არა აქვს და ხა. არა, როცა აზრები რასაც ამბობ, ყველაზე ცუდი მომენტი სიტუაცია, როგორ სიტუაციას როგორ ამასულებინდა თუ შეწეხოთ. მე ხარ მიზახი კარგია თუ კაცო ისე მეულები და მე კაია, გადასარევი. სიტუაცია მივიღეთ ისეთი, რომ ყველაზე ცუდ ვარიანტზე მივდივართ, რეალობას თუ უყურებთ. და ამ სიტუაციაში გახარიას და ლელოს რა მოძრავებთ? ჩემთვის არის სრულიად გაუგებარი. არა, არ გაუგებარი აქ არ არის კაცო. სრულიად გაუგებარი. ერთადერთი რაც ცოტა გონებას ანახლობა ისე დაარჩი ხა ბულშიტი რასაც ყვებოდა ხაზარაძე პირველი ეთერში. აი არ ვიცი ხა მაგ ბულშიტის ვისჯერა. ერთადერთი რეალური რაც არის რომ აი რეგიონებში ჩვენი წევრები თუ არ შევლენ საკრებულოებში და რაღაცა და ეგ საკრებულოს ხელფასი არ ექნებათ და რაღაცა და ის აღარ რეგიონებში პატრიული ძლივს აწყობილი პარტიული სტრუქტურები ჩაუმეშლება. გასაგებია, მაგრამ ამის გამო შენ ივანიშვილს რა დევს სასწორზე ხო არის? შენ როდესაც ივანიშვილს ამის გამო კრიზისს უსრულებ და შედიხა მის თამაშს თამაშობ, ჩემთვის უკვე სულ არ არის საინტერესო როგორც ამომრჩევლისთვის, შენი პარტია როგორ მდგომარეობაში იქნება. შენი პარტია ჩემთვის დიდას დასრულებულია უკვე. ხვდები? ამიტომ სრულიად მიუღებელია ჩემთვის ესეთი. შენ უნდა ხედავდე დიდ სურათში რას ებრძვი, ვის ებრძვი, რა არის დიდ სურათში რა არის. ვისაღებ და არა ხვალინდელ დღეზე რომ იქ რაღაცა პარტიულ სტრუქტურებში ვიღაცა ხელფასი საკრებულოში როგორ უნდა არის. ხელფასზე ვინც არის შენთან, ხელფასის გამო ვინც არის. იმას ხვალ ივანიშვილი მეც გადაუხდის და წაიყვანს როგორც ამარჩევნებზე წაიყვანს. ფულის რესურსი ხო, გახარიას მაგალითად, გახარიას თვითონ აქ ჩემთან ინტერვიუში ნათქვამი რომ 2021 წლის არჩევნებთან შედარებით ამ არჩევნებზე ივანიშვილმა სამეგრელოში და აჭარაში 60,000 ხმა ახია. სწორედ მასეთი ხალხი რო ყავდა. ისე ვინც ხელფასის გამო იყო და რაღაცის გამო იყო, მასთან მისცა მეტი და წაიყვანა. იგივე მარტო გახარიას კი არა, ნაცებს აქვს 200,000 ხმა დაკარგული. გასაგებია. ეგ გასაგებია ყველაფერი, მე თავისთავად ვამბობ, რომ ცუდია და ცუდი არის, იმიტომ ეს გაყოფა რომ ამით ხელისუფლებას ეძლევა, დიდი ალბათობით პრინციპში თავისუფლად მოიგებს არჩევნებს, დიდი ალბათობით, თუმცა ეს არ არის გარანტირებული ჯერ კიდევ რომ მას არ დაჭირდება რაღაც სადღაც რაღაცა რეპრესიების გამართვა. არ ვიცით, როგორ წარმართავენ ეს არჩევნებში მონაწილე პარტიები. მე ვჭი მაქვს რომ გარდა გახარიას და ლელოს კიდე რამდენიმე პარტია შეიძლება იყოს იქ მონაწილე, სხვებიც მას მიიღონ ბოლო მომენტში მონაწილეობა და საბოლოო ჯამში ეს როგორ გამოაჩენს, რამდენად შეძლებენ ეს პარტიები დაარწმუნონ. აი დღეს ასეთი მკვეთრი ის ვინც არის რომ აი თქვენ რაღაცა შედიხართ ყველაზე არასწორი ჩემი აზრით რაც არის რომ თავისთავად არჩევნებში მონაწილეობის გაიგივება ხელისუფლების ლეგიტიმაციასთან. ეს კიდევ გავიმეორებ პრინციპულად არასწორი აზრი არის. თორე თავისთავად ეხა შენ მონაწილეობა არჩევნებში იბრძვი ხელისუფლება გებრძოლა ასე ვთქვათ არასამართლიანი მეთოდებით დაგჩაგრა ესეც რაღაც შედეგი იქნება. თუ სამართლიანად მოგიგო შენ ხალხი არ გამოგყვა და არ მიიღო არჩევნებში, არ მივიდა არჩევნებში, აი მერაბისნაირი ამორჩეველი მაგალითად არ მივიდა მასიურად ამორჩეველში და ნუ პრაქტიკულად კი მიიღო მონაწილეობა დაუშვათ გახარიამ და იმანაც რა ქვია ხაზარაძემაც, მაგრამ მაინც ბევრი ვერაფერი შედეგი ვერ აჩვენა. ეს რა თქმა უნდა იქნება მარცხი და მათივე მარცხი და მართლა ძალიან სერიოზულად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება მათი პოლიტიკური მომავალი. კი ბატონო, ეს ვარიანტია. მაგრამ მეორე მხრივ იგივე ვინც არ მივა მათი გადაწყვეტილებაა და ნუ მათი დარგვა. მაგრამ ვინც არ მიიღებს მონაწილეობას, იმას რა მოსდის ამ შემთხვევაში? მოდი ესეც ვნახო და აი რა ისინი სად მიდიან, რას აკეთებენ ამის მერე. მე მგონია რომ მათი მდგომარეობაც არ იქნება კარგი. ბატონო, რასაც აქამდე აკეთებენ. არა, აქამდე რას აკეთებენ? აქამდე პროტესტში არიან. ნუ პროტესტში არიან, რაც გვიღა სახში ეწვა პროტესტში. ბატონო დათო შეიძლება რას ამბობს, იცი უყურე? ამომრჩეველი შეიძლება ყველაზე ცუდი ვარიანტი, ნუ ყველაზე ცუდი ვარიანტი რა ამ გაყოფილი ოპოზიციის და გაყოფილი ოპოზიციური აზრის პირობებში ამომრჩეველი შეიძლება წავიდეს არსად სახლში. პროტესტული მასად შეიძლება წავიდეს სახლში. ახლა კიდე რა მომენტია? შენ რო თქვი, ახლა შენ რო ახსენე ხელფასი და პარტიული სტრუქტურების შენარჩუნება აშენდა. ჩემი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გასაგებია ეგ არგუმენტი, გასაგები იქნებოდა, მაგრამ ახლა უკვე რა შეასაქმე. 1000-ზე მეტი ადამიანია, რომელიც გათავისუფლებულია სამსახურებიდან, ხო?
პოლიტპატიმრებზე არაფერს არ ვამბობ. ხო, ანუ ეხლა ეს არგუმენტი ამათ რომ მოუყვანო მე. ხო, ჩემ კოლეგებს საგარეო საქმეთა ამიტომ რომელიც ეხლა დღე-დღე ველით. ხო, გამოუშვებენ. ხო, უამრავი აქამდეც გამოუშვეს ყოფილი კოლეგები თავდაცვიდან ჩემები აშენე. ანუ იმათ რას ეუბნებიან ისინი, რომ აი უკაცრავად იქ თქვათ ჩემს თანამშრომლებს ფული ჭირდება, იმიტომ რომ გავიგებდი, რომ იყოს 2021 წლის სიტუაცია, ხო? 2024-ში რომ პარლამენტი შესულიყო, იმათაც კი გავიგებდი. ეგ კი არა, მე რომ მკითხოთ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეიძლება პოლიტიკური მხრივ შეცდომა ზუსტად ის არის, რომ ამ ხალხმა ერთმანეთთან კულუარულად საუბარი, არ ვიცი, ვერ მოახერხა თუ ვერ ისწავლა და ეს პრობლემა სულ არ არის. ეს სულ არ იყოს აუცილებელი რაღაც საჯარო იმის განხილვის საგანი გამختارიყო, რომ აბა რას ვაკეთებთ იმ შემთხვევაში თუ კი არჩევნები 2024 წელს არჩევნებს გულისხმობ, გაგვიყალბეს. სადამდე ვარ წამსვლელები, სადაა ჩვენი წითელი ხაზი, ანუ ვაპირებთ შევასყდეთ თუ არ ვაპირებთ შევასყდეთ. ანუ ამ ყველაფერზე შეიძლებოდა ლაპარაკი, მაგრამ ეგ ყველაფერი უკვე ჩავლილი თემაა. ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ საჭირო არის პოლიტიკური ალტერნატივით შევსება ამ საპროტესტო იმის, ხო? ჩემი აზრით, ერთიანი ოპოზიციის შემთხვევაში და თბილისზე კონცენტრირებით შესაძლებელი იყო გარკვეული ასეთი ალტერნატივის გამოკვეთა, მაგრამ არ გამოვიდა. ეხლა არის როგორი სიტუაცია, მე ცოტა ხანი და კი ბატონო. კაი, ამშერი იყო. კარგი, დავთვალე და მე ანუ როგორი სიტუაცია იცი რომ აი ხა მივედით იმაზე რომ ოპოზიციას რა უნდა ეკნა. აი ოპოზიცია თბილისის მერის და რაღაცის არჩევნებში უნდა გაერთიანებულიყო, უნდა გაერთიანებულიყო ბოიკოტის იდეის ირგვლივ და კამპანია უკვე მარტო კი არ უნდა ეთქვათ რომ ბოიკოტში ვარ. ამის კამპანია უნდა ეწარმოებდეთ. აი ოპოზიციის გააქტიურება. კამპანია როგორ? ბოიკოტის კამპანია. ხალხში სიარული არ წახვიდეთ არჩევნებზე. რომ რაც შეიძლება ცოტა ამორჩეველებს ან და თან ეს რას გაძლევს იცი რომ ოპოზიცია რომელიც ახლა გვერდზე არის ჩაჩოშებული ამ აქციების ფონზე ხო იმიტომ ხა მათ მისცემდა საშუალებას რომ წინ წამოსულიყო კამპანია ეწარმოებიათ ეს უბრალოდ რეგიონებში და ხალხისთვის აეხსნათ კიდევ ერთხელ რატო არის ეს რეჟიმი დიქტატურა უკვე რატო არ ღირს არჩევნებში მონაწილეობა დაერწმუნებინათ აი ეს კამპანია იქნებოდა მათი მამოძრავებელი რომ ხალხო ბოიკოტის იდეის ირგვლივ დაერაზმათ უნდა მთელი ქვეყანა. აი ეს იქნებოდა რეალური პოლიტიკური კამპანია. რა თქმა უნდა, რეალური პოლიტიკური კამპანია. ხალხო არ წახვიდეთ არჩევნებში. ამაზე არა, აბსოლუტურად წარმოუდგენელი. აი, გაერთიანება უფრო წარმოუდგენელი არ არის? არა. კაი, მოდი. იმიტომ რომ ეს ყველასაც უბრალოდ ეს რატო არ წარმოუდგენელი? რა რომ იარო რეგიონებში და ხალხი დააწმუნდა. კი ბატონო იარე, მაგრამ ეხლა ნუ აი გეტყვის და გიქნევს დავს და მე მაინც წავა ან არ წავა რა მნიშვნელობა იმდენი ადამიანია ოპოზიციურად განწყობილები ყველა ოპოზიციურად განწყობილი რო არ წავიდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია ეს ხო არ არის რაღაც საპარლამენტო არჩევნებია რა რაიონებში და რეგიონებში ისედაც ხელისუფლებას აქვს უპირატესობა ისედაც ხო გააჩნია საერთო ჯამში რამდენი ამორჩეველი აი დაუშვათ მივიდა 40% მივიდა ცოტა მაგრამ ლეგიტიმურია მე არაფერზე არ მეტყველებს გარდა იმისა რომ ეგ ისევ ბოიკოტი შედგა 40%. არა ბოიკოტი შედგა თუ ჩაშალე. მაშინ შედგა. ჩაშლით ვერ ჩაშალე 40% თუ მივიდა არჩევნებზე. ეგ ისევ ბოიკოტი შედგა. 40% მთელ სოფლიოში ყველგან არის ნორმალური მონაწილეობა. აი ჩვენთან არა. ჩვენთან არის 60 და 70. არა. ოღონდ არა ეგ რა არგუმენტია მე რა ვიცი მართლა ესე არ არის ასე რა. დემოკრატიულ ქვეყნებში ძალიან აუგან ჩვენ ხო დემოკრატიაზე ვლაპარაკობთ. ჩვენ ვლაპარაკობთ ჩვენ სიტუაციაზე. ზურა. ჩვენ სიტუაციაში 60% მიდის არჩევნებში. სოფლიოში 40% რომ მივა, ეს ნიშნავს რომ ბოიკოტი შედგა საქართველოს. აქტიური ბოიკოტი არის, როდესაც შენ მიდიხარ არჩევნების ჩაშლის. ეს არის ეს სხვა საკითხია ხა. ეგ არის შეუძლებელი, მაგრამ შეუძლებელს თუ არ აკეთებ, შესაძლებელი უნდა გააკეთო. რა, დაჯექ სახში და კი ბატონო, დახში არ დაჯე, მაგას ვიძახ. აქტიური კამპანია უნდა აწარმოო. დარჩე სახში, ქუჩაში. ერთი საკითხი. ქუჩაში გაგვედა რომ სახში დარჩეს. ერთ საკითხი კიდე რა მინდა რომ ანუ თქვენ ყურადღება მიაპყრო ამ საკითხიც მინდა რომ ვისაუბროთ. საუბრობთ დასავლეთზე, ხო? დასავლეთის ხარდაჭერაზე, დასავლეთის სანქციებზე, ანუ ეს ყველაფერი არის მნიშვნელოვანი საკითხი. ისევ და ისევ თავს გავიმეორებ, მაგრამ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქოცებისთვის არის რომ იქ იარონ ვიზის გარეშე გაერთონ, იგულავონ, იცხოვრონ, ისწავლონ და რავი ახლა რაც არის რა. ეს გამოჩნდა იმ ირიბი ინფორმაციითაც რაც ახლა გამოვიდა ხო ევროპარლამენტში მირეკავდა და აშენდა ზუსტად ვიცით რომ ამათ თავიანთი კომფორტის გარდა არაფერი არ ადარდა. ახლა მეორე მხრიდან მე როგორც ოპოზიციურად განწყობილ ადამიანად არა მაქვს არანაირი ინფორმაცია ოპოზიციისაგან რომ
აი რაზე შევთანხმდით, ვის რაზე ველაპარაკეთ, თუნდაც დასავლეთი ერთიანი არ არის. მოდი ესე ავიღოთ რა, ეხლა ევროკავშირიც კი არ არის ერთიანი, არსებობს ორბანი, არსებობს ფიცო. ხო, ეხლა ხან პოლონეთში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები. ხო, ანუ პირობითად რომ ვიცოდე რომ აი ბოიკოტის შემთხვევაში ჩემი არგუმენტები რაც მაქვს წამოყენებული სამართლიანია, უსამართლოა, ლოგიკურია, ალოგიკურია, ხო, ესეც კი არ ვიცით. მართლა ძანდებით კი ბატონო. ხო, და ანუ ეგ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია რა, სანქციები, დასავლეთის ხარდაჭერა და ის რომ სიცხადე ამ საკითხში თავად ოპოზიციას უნდა შემოგვიყვანოს, თუნდაც იმ პარტიებს ჩემი აზრით, რომლებიც აყენებენ იდეას, რომ მოდი ვიმსჯელოთ თვითმმართველობის არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა თუ არ მივიღოთ. რა? მაშინ მე ეს არგუმენტი მაინც არ მექნებოდა. რა? არა, ეს რა თქმა უნდა, ხა ეგ მაგაში მეგეთაყვებით აბსოლუტურად, მე მგონი ეგ არც თუ ისე რთული გასარკვევი იყო, აქამდე შეიძლება ამის გარკვევა. შეეძლოთ ამ პარტიებს ეთქვათ რა მოხდება იმ შემთხვევაში და უშუალოდ თუ ბოიკოტს გამოაცხადებენ, ეს რამდენად იმოქმედებს, იგივე თქვათ, ინგლისის პოზიცია, ბრიტანეთის პოზიცია იქნება საფრანგეთი, გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკომისია იყოს თუნებად იქ. კი ბატონო. ურსულა ფონ დერ ლაიენი და სხვები და აი მათ პოზიციაზე ეს როგორ იმოქმედებს, ან და უშუალოდ როგორ იმოქმედებს მონაწილეობა. ეს გასარკვევია და ეს უნდა იცოდნენ, რა თქმა უნდა და უნდა გითხრან. მაგას ჩემთვისაც მნიშვნელობა აქვს. იმიტომ რომ მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ როგორც წესი არასდროს დასავლური ქვეყნები ბოიკოტს როგორც წესი მხარს არ უჭერენ ხოლმე. შეიძლება ეს ხარის არ დაჭერა იყოს აქტიური, თქვა რომ არა მიდით და მიიღეთ აუცილებლად მონაწილეობა, შეიძლება არ იყოს მაინც და მაინც აქტიური და თქვა რომ აი როგორც გინდათ ისე გადაწყვეტეთ, მაგრამ კარგია თუ მიიღეთ. სხვა ჯერჯერობით დამოკიდებულება მე ესეთი არ მახსენდება საქართველოში მიმდინარე პროცესებთან და აი ვიღა თუ იქ სხვა პოზიცია აქვს, მაშინ ეს იგივე ჩემ პოზიციაზე სერიოზულად იმოქმედებ და მაგალითად ეხლა სიტუაცია ბატონო და თუ აქ კიდე ჩემ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სანქციები მნიშვნელოვანია ნამდვილად. აი ბატონო და თუ მსგავსი სიტუაცია არასოდეს არ ყოფილა, ეგაა სწორად მნიშვნელოვანი რომ გავიგებდით თქვა შარლ მიშელის დროს რომ შევარდნენ პარლამენტში, შევიდნენ პარლამენტში და შემდეგ შეიძლება ისიც კი მიუღებელი ყოფილიყო, მაგრამ ის გასაგები იყო. ამ სიტუაციაში, როდესაც პოლიტიკური პატიმრები არ ყოლია, ამ რაოდენობით მაინც არასოდეს. ეს ყველაფერი, მაგრამ ამ პოლიტიკური პატიმრების არა, არაფერი პრაგმატულს თავი დავანებო. რომ მორალურია თან რაციონალურიცაა ამ დროს რა. რომელი მორალური მხარე არა, რა შუაში აქვს მორალური მხარე, კაცო. რატომ არა? არა. იმიტომ რომ ეხლა როგორ ეხლა მე თუ მაგალითად არჩევნებში მონაწილეობა მივიღო, ამით რას ვამბობ, რომ იჯდეს ის ხალხი იქო? თუ რა, მე თუ ისე მე ხო და რატო ეხლა თუ ისე ვითხოვი მათ განთავისუფლებას მაგალითად და თუ ისე მოთხოვნას აბსოლუტურად შეერთებული ვარ, რატო ვარ მე? თუ ეხლა ამას ვამბობ, რომ არ არიან, ხა იოსელიანმა რო თქვა ეგ ვითხოვე ლიტონ სიტყვა ჩანს უბრალოდ ჩემთვის ამბობასა ეგ არის. ყველაფერი ლიტონ სიტყვა არის, ხა თუ ჩვენება ციხიდან ვერ ვიხსნით ასე. ვერ შევარდებით იქა ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში რაღაც იმ და ვერ გამოგვყავს ხო ხელით ასე არა აჯანყებას ვერ ვაწყობ და სხვა არის რომ მოთხოვნას ვაყენებ დასავლეთის სტრუქტურებში ვლაპარაკობთ ამას ყურადღებას ვაქცევთ სასამართლო პროცესს დაესწრები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ აქტიური პოზიციით ითხოვ მე რა შენ როგორ უყურებ ამ საკითხს ამ შეამოდურა მორალური მხარე ხო ეს მეორე საკითხია ხა ჩვენ აქ ვილაპარაკეთ პოლიტიკურ მხარეზე შემდეგ მდგენელზე მორალური მხარე ძალიან მნიშვნელოვანია სხვა შორის პოლიტიკური შემადგენელი. უნდა მაგრამ თუ დაკარგე, თქვენ დიდ უპირატესობას კარგავთ. და ამით რატო უნდა აღვიქვა რომ მე ამით ესე იგი ჩემ არჩევნებში ხვალ ხაზარაძე მაგალითად არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს ამით ესე იგი გადაუსვა ხალხი პატიმრებს შობლებს კითხო. იმათ კაცო რო აქვს ეს განსხვავება ვიცი მაგრამ იქნებ არასწორად არის ეს განსხვავება. ხო მე რო აქვს ეს. იცით მათ შობლებს. ჯერ მაინტერესებს მე რა ვიდაში ვქხავ და მე თქვენი არ მაინტერესებს რატო არის არასწორად. მე რას ვიქობ იცობილი. არა იცი რა არის? ანუ შეხედეთ ხო, არა ვიხურე დათვალიერდა ხა მაგას და მაგ. ანუ როგორ სიტუაცია იცი რომ პოლიტპატიმრები პირდაპირ თქვეს ჩვენი ამბით ნარი ვაჭროთ. ანუ ის კი არ თქვეს რომ ჩვენ თუ ციხეში ვიქნებით არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოთ. მარტო ეს კი არ თქვეს. ჩვენი გამოშვების შემთხვევით არ ევაჭროთ. ანუ ჩვენ იმაზეც არა ვართ თანახმად რომ ჩვენ გამოგვიშვა და თქვენ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოთ ამის გამო. ჩვენ საკითხი არ ევაჭროთ. ამაზეა ლაპარაკი. ეს არის აქ მორალური მხარე, როცა შენ საუბრობ რომ როცა ამდენ რეჟიმი არ მარტო იმაზე წავიდა კანონების გამკაცრებაზე და ამ გზით დიქტატურის დამყარებაზე, არამედ ეს ხალხი ციხეში ყავს. პლუს შენი კოლეგები, აგერ ახლა კვარამიასაც დაიჭირეთ დღე-დღეზე, ნიკამელია დაჭერილია, ჯაფა დაწერილია და ასე შემდეგ. ესენი ამათაც ესენი ციხეში არა, რა არჩევნებში მიდიხარ, ხო? ეს არის მორალური საკითხი. ამას ახლა არგუმენტებით კი ვლაპარაკეთ. ან შენ უყურებ ამას როგორც მორალურ დილემას, ან არ უყურებ. მე ახლა კითხვა გამახსენდა. უკაცრავად, მაგრამ არჩევნებამდე ხო დასრულდება ჯაფარიძეს და იმის პროცესი, რა ქვია. ხაზარაძის.
ისინი თუ არ დაიჭირეს ეს რას იმანიშნებელი იქნება მოდი ეს კითხვა დავსვათ რა აი ამ ინსინუაციებში შესვლა ინსინუაციებში არ შევდივარ მაგრამ კითხვა ხო არის ახლა იგი ერთ და იგივე ბრალდება აქვს წაყენებული გვარამიას ზურა ჯაფარიძეს და იმას რა ქვია ნიკა იმას მელიას ერთ და იგივე ბრალდება კომისიაზე არ გამოცხადება ну მათ ახლა გირო არ გადაიხადს ამის გამო დაიჭირეს მაგრამ განაჩენს რომ გამოუტანებენ რაღაცა ხო შეუფარდებენ ეჭვმა ხო ახლა რაღაც წინასწარ პატიმრობა შეუფარდა ახლა მე ჯარიმას ხო შეუფარდება არ ვიცი ძალიან არალოგიკური იქნება ხო თუ ისინი ციხეში დატოვეს და იმავე ბრალდებაზე ჯაფარიძე და ხაზარაძე არ ჩასვეს ეს რის მანიშნებელი იქნება იმას კი არ მომბლო გარიგების მანიშნებელი იქნება ამაზე შეგვიძლია ინსინუაცია ეს იქნება პირდაპირ მანიშნებელი იმისა რომ იმანიშვილს უნდა რომ თავად უნდა რომ ამათ მონაწილეობა მიიღო არჩევნებში ამის მანიშნებელი იქნება პირდაპირ კაი ბატონო არა ეს ის რო ასე მოხდეს და ის რო იმან ასე მოხდება ხვალ ნახავ და ზეგ ნახავ არჩევნებამდე ხვალ და ზეგ რო ნახავ მე ნახავ და რაღაც როგორ იქნება ბაზე რო არ მოხდეს და სხვანაირად მოხდეს მე რა სხვანაირად იფიქრებ დაიჭირეს ახლა თუ დაიჭირეს მაინც მიიღებენ არჩევნებში თქვენი აზრი ხა იმასთან დაკავშირებით რა არის საერთოდ როგორც ლეგიტიმაციასთან არა აქვს კავშირი იმას ვინმე მიიღებს თუ არა მონაწილეობას ისე ახლა გასაგებია რომ იგივე პოლიტპატიმრებს ყველა ადამიანს ვინც რადიკალურ დაპირისპირებაშია შესული იმისთვის ბოიკოტი უფრო მისაღებია წმინდა ფსიქოლოგიურად ადამიანურად რაღაცა თავისი პოზიციიდან გამომდინარე და მასაც შეიძლება კონდეს არასწორი შეხედულება რომ მაგალითად ეს რაღაცნაირად ნიშნავს ხელისუფლების თითქოს გაკეთილშობილებას ეხლა თუ ის ხალხი ვერ დაარწმუნე ამიტომ ვიძახდი თავიდან იყო ამ აქტივისტებთან სალაპარაკო ეს ხალხი უნდა დაერწმუნებიათ აქტივისტებთან და პირველ რიგში პოლიტპატიმრებთან მისშობლებთან ეს ხალხი უნდა დაერწმუნებიათ რომ არჩევნებში გასვლა თუნდაც ერთიანი ოპოზიციას ვლაპარაკობ მე ერთიანი ოპოზიციის გასვლა არჩევნებში და ბრძოლა ხელისუფლებასთან არანაირად არ იყო რაღაცნაირად აი ხელისუფლების რაღაცა გაკეთილშობილების და პატიმრების საკითხის რაღაც უკანა პლანზე გადატანის ცდელობა. ხა თუ ამაზე ვერ არწმუნებ, ნუ ეხლა ცუდია რა თქმა უნდა, მაგრამ პრინციპში ეს არ ნიშნავს რომ გინდა თუ არა ეს არ არის ალტერნატიული პროცესი, არჩევნები და ეს აქტიური დაპირისპირება მე მას განვიხილავდი როგორც ერთიან პროცესს, ერთიან წინააღმდეგობრივ პროცესს. ეხლა დღეს თუ ეს ასე გაიყო და ასე წავიდა ეს მაგ ვერაფერს ვერ ვიზამო. აქ ყველა სამწუხაროდ რა არის? ეხლა ჩვენ ვსაუბრობთ ივნისში, ეს გაყოფის ხაზები კიდევ უფრო გამომდება და კიდევ უფრო შეგვიძლია სამწუხაროდ ასე იქნება. მაგრამ რა ზვამობთ, აი გამოჩნდება ეს არჩევნები ხო ბოლო-ბოლო ჩატარდება. ბოლო-ბოლო ხო დავინახავთ შედეგებით, ვინ მიიღო მონაწილეობა, ვინ არ მიიღო მონაწილეობა, ვინ მოიგო ამით, ვინ წააგო, გამყარდა ამით უფრო რეჟიმი, ვერ გამყარდა, ეხლა არც თუ ისე დიდი ხანი დარჩა და აგერ დეკემბერში ვეცოდინება უკვე ყველაფერი საახალწლოდ, არა? ხო და აი მაშინ უფრო შევაფასოთ ალბათ საინტერესო იქნება მაშინ შევხედოთ რა უფრო სწორი არა ჯერჯერობით ჩვენ პროგნოზებს ვაკეთებთ ვიღებ პროგნოზებს ვაკეთებთ მარტო გახარია და ლელო თუ მიიღებენ მონაწილეობას ვერანაირ წიაღდებას ვერ გაუწევენ პირიქით ოპოზიციურ არჩევნებზე და რეჟიმი კიდევ უფრო გამყარდება ამას ვინმეს ეჭვება მე საერთოდ პროგნოზიც არ ჭირდება არა ყველაფერს ჭირდება პროგნოზი იმიტომ რომ საერთოდ ცხოვრება არის ცვალებადი ხვალ რომ მაგალითად რაღაცას ვამბობ რა ვიღაცას თავში აგური დაეცეს ერთო ადამიანს შეიძლება საერთოდ აღირავდეს სიტუაცია ამიტომ აღარ ვიცით რა იქნება კი ბატონო ეს რაც არის ამ მოცემულობაში განვიხილავთ რომ არა მაგაში ვერავინ ვერ შევა ამიტომ მე ვამბობ ხოლმე არასოდეს ყოველთვის ვცდილობ კატეგორიულობას მოვერიდო რომ ეს ასე იქნება თუ გინდა თუ არა ასე იქნება გინდა თუ არა ისე იქნება კი ბატონო ამიტომ აი ეს სიტუაცია როცა ვიღაცეები მონაწილეობენ ან ვიღაცეები არა არის ცუდი ვამბობ იმიტომ რომ არის ხელისუფლებისთვის ეს ხელსაყრელი ეს ორი აზრი არის ხა რამდენად ხელსაყრელია და რამდენად შეიძლება ამის ხელისუფლება დაზარალდეს მიჭირს ამის ასე კაფიოდ ფორმულირება იმიტომ რომ არ ვიცი ჯერ რაღაცა ზოგადად ერთი რაც თავისთავად ხელისუფლების ხელსაყრელია ხედავ ამას სასარგებლოდ უნდა ვთქვა რომ ეგენი ყოველთვის მოიგონებენ ხოლმე რაღაც სისულელს რაც მათ დააზარალებს ესეც არის კი ეს ამას ყოველთვის ახერხებენ თან ძალიან გადამწყვეტ მომენტში კი როცა აი როგონიათ რომ გავიდენ უკვე ფონსო იმ მომენტში გამოხდებიან და რაღაცას იზამენ კარგი ბატონო დიდი მადლობა ამ არგუმენტებისთვის ამ შელობისათვის გვისმინეთ გამოგყევით YouTube-ზე Facebook-ზე TikTok-ზე სხვა სოციალურ პლატფორმებზე დიდი მადლობა მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ
Thank you.